აუპატიჟებელი სტუმრები კოჯორში. კოჯრის გზაზე უჩას ახალი ორსართულიანი საკმაოდ ლამაზი სახლის სიახლოვეს შავი დაბურულ-მილებიანი ჯიპი იდგა. პერიოდულად საქარე მინა ჩაიწეოდა და იქიდან სიგარეტის დამწვავებს იცროდნენ. საჭესთან ატლეტური აღნაგობის 30 წლამდე ასაკის მამაკაცი იჯდა. მის გვერდით კი გიგა, რომელიც მასთან შედარებით ჩიათაც კი გამოიყურებოდა. ათლეტი ნიკა მოწიწებით შესქიროდა გიგას. ჩანდა, რომ გიგა მისთვის საკმაოდ გავლენიანი ავტორიტეტად ითვლებოდა. გიგა მაგარი სახლი აუშენები არა, მოწონებით გაჰყურებდა უჩას სახლს ნიკა. გემოვნებას ნახდათ ვერ დაუწუნებს, თუმცა უკეთესით შეიძლებოდა. რაც მაგას მაყუთი აქვს, შეეძლო სასახლე აეშენებინა. შენელებული ინტონაციით დამცინავად უპასუხა გიგამ. სიგარეტის დამწვი უხეშად მოისროლა და ახალს მოუკიდა. მაინც როგორ არავინ იცის, აიდან აქვს ამდენი ფული. არავინ იცის, რაც ჩალიჩობდა, ან ახლო რას აკეთებს. მაგრამ ხო ფაქტია, რომ ტიპს ბევრი მაყუთი აქვს. თან ასად რომ არაფერი ჩანს, ნამდვილი სასწაულია. ადრე სიგარეტი ჩამოქონდა რუსეთიდან, მაგრამ მაშინ ყველა ამით იყო დაკავებული. უბანში ბაზრობაზე ყველას ახსოვს. პატივს სცემენ, პატიოსანი დელეცი იყო, თავისთვის ჩალიჩობდა და ეგ არის. რავი ნიკოშ, ქსივა მოვიდა, ტომარა ფულის პატრონიაო. წრიპა ყველაფერს იბძღვნის, ეს კაცი მისახედიაო. რა მივხედოთ, ტიპი ბაიყუშია და არავინ არაფერი იცის მასზე. ან იციან და არ ამხელენ. უკმაყოფილება გამოხატა გიგამ. კიდევ ერთ სიგარეტის დამწვი მოისროლა და მონოსხულივით მიაჩერდა სახლს. 57 სკოლა დაუმთავრებია. შენ კიდევ მაგუბანში არ ცხოვრობდი, გიგა? გაიხსენა ნიკა. ხო და მაგაშია საქმე, რო არ მახსოვს. ვერაფრით ვიხსენებ, ვინ არის? ბიჭებმა თითქოს ამიხსნეს, მაგრამ არ მახსოვს და მომკალი. უარეს გეტყვი. თიკოსთან, ჩემ ყოფილ ცოლთან დადის თურმე ეგ ნაბოზვარი. გუშინ მითხრეს. შიგნელოს ამოვაცლი მაგ დედამო. აიფოფრა ნიკა. არიფ, იქნებ დამშვიდე, რა კუნთების თამაში აკითხდა. გიგა ხომ იცი, შენ ძმობას ვფიცავ, შენი გულისთვის თავს გავწირა. დედას მოვუ მაგ ნაბოზას. ვინ ჩემი ფეხებია, ახლა გავუსწორდები. როგორც მაო, ძოლი დაგაწერა და წყნარად ხარ? არა და არ მშვიდებოდა ათლეტი. არავინ არ დაუწერია, დამშვიდი და ბოსებს დაუჯერე. რაც შენი საქმე არ არის, ნუ ეჩრები, ისედაც გაღიზიანებულმა. გიგამ ხმას აუწია. ამ თემამ აშკარად იმოქმედა მასზე, მაგრამ ცდილობდა იხტიბარი არ გაეტეხა. აღელვებულმა კვლავ სიგარეტს მოუკიდა. თიკო ჩემი პირველი სიყვარული იყო, ნიკა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მის მშობლებს ჩემი სახელის ხსნებაც არ უნდოდათ. გავიპარეთ, 2 თვის შემდეგ გამოჩდით ხოლოდ. მაინც არ მიმიღეს თიკოს მშობლებმა. ვინ არ მიუგზავნე, რა ხალხი არ შევაწუხე. ძველი ბიჭი ჩვენ ოჯახში სიზედ ვერ შემოვაო. ყაჩაღები და ბანდიტები შორს ჩვენგანო. არ ჩემი მშობლები იწუხებდნენ თავს მაინდა-მაინც ძლისთვის და სევდიანად იხსენებდა ძველი სიყვარულის ამბავს გიგა. მერე გაიკირვა ნიკამ. რა მელე ძმაო, მეც მქონდა ჩემი სიამაყე. თქვენი დედაც მეთქი და შევეშვი. მაგრად მოიხმარეთ მეთქი თქვენი ქალიშვილი და საერთოდ წავედი თბილისიდან. მოიცა ძმაო, როგორ თუ წახვედი, შენ როგორ? ვერ გაიტანე? ვერ კი არა, არ გავიტანე. გოგო რას ამბობდა, ხო უყვარდი? უყვარდი კი არა, გიждდებოდა. თავს მოვიკრა და შენთან ვიქნები. არ მიმატოვო, მეხვეწებოდა. და მაინც წახვედი? დანანებით იკითხა ნიკა. ხო, წავედი რა. გიგამ ლაპარაკი შეწყვიტა. ახალმოკიდებული სიგარეტი ფანჯრიდან ნერვიულად მოისროლა და მერე ისევ კოლოფს დასვლა. ახალი ღერის ამოსაღებად. ძალიან ნერვიულობდა. ნიკასაც გადაედო მისი განწყობა. აღარ იცოდა რა ექნა და ისევ სიჩუმე არსია. საუბარი ისევ გიგამ წამოიწყო. შენ ყავ შეყვარებული? ნიკა შეეშმუშნა. ამ შეკითხვას არ მოელოდა. კი მყავს, კარგი გოგოა, მორიდებით გაიღიმა ნიკამ. ძალიან გიყვარს? ნიკამ პასუხის ნიშნად თავი დააქნია. მასაც უყვარ ხარ? არ ეშვებოდა გიგა. ხო, რა თქმა უნდა, უყვარო, აბა რა. თავი მოიწონა ნიკამ. ხო და ჩემო ძმაო, მოკიდე ხელი და არ გაუშვა, თორემ ინანე, გავა დრო და ბოღმამ დაგახჩოს. დედიკარს რომ მოგადგება, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ამას სამწუხაროდ მე ძალიან გვიან მივხვდი.
გიგა მწარე ფიქს მოეცვა. მთელი 10 წუთი ხმა არცერთ არ ამოუღია. ძალიან ანო გიგა, მიკითხა ბოლოს ნიკამ. რას ნამა? ფიქრიდან გამოერტყვა გიგა. რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. მაგაზე აღარ ფიქრობდი. რა გითხრა ძმაო? ერთი მხრივ ნანობ, მაგრამ ჩემ ხელში ძალიან გაწვარდებოდა. ნახვარი ცხოვრება ციხეებში მაქვს გატარებული. როგორ ფიქრობ, ბედნიერი იქნებოდა? არა მგონია, ასე რომ ვერ იტყვი, რა ჟობდა. ან მიმეტოვებინა თუ ჩვენა ეხავს ხომ ჩვენი შავი სამყარო გვაქვს. გაუგებდა კი ამ ჩვენ სამყაროს. ასე რომ ალბათ ერთხელ ჩემი ნაბიჯით გამართლებულია. ყოველი შემთხვევისთვის შეიძლება ითქვას, მე კი ჩემთან მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან დავინდე და დავიცავი. მე ხომ არაფრით შევცვლი ჩემი ცხოვრების სტილს. ის კიდევ ისეთი ფაქიზი და ნაზია, ვინ იცის, რა მოუვიდოდა ჩემს ხელში, როგორ გაუბედურდებოდა. თუმცა ისიც ხომ შეიძლებოდა საქმე სულ სხვაგვარად წასულიყო. ამ სიტყვებზე გიგამ ჯიბიდან მობილური ამოიღო და ნომრის აკრეფამ დაიწყო. გიგა, დღემდე გიყვარს, არა, ის გოგო? ვერ მოითმინა ნიკამ და მაინც იკითხა. ნიკოშ, ამხელა გაზრდილ, მაგრამ ეთყობა ბავშვის გული დაგჩენია. ხომ რა გავიცდება ძმაო, რა ცხოვრობი ცხოვრობთ. თუმცა ყველა თავის გზას თვითონ იჩეს. რა დრო სიყვარულია, მოდი საქმეს მივხედოთ. გიგამ მობილური ტელეფონი ყურთან მიიდო და სალაპარაკოდ მოემზადა. წრიპა, ასე დაყურდებულები როდემდე უნდა ვიყოთ. მოდი, პირდაპირ მივადგებით. მისალმების გარეშე დაიწყო გიგა. ასად არ დადი ძმაო. ერთი ეკლესიაში თუ წავა და ეგ არის. არაფერ ჩალიჩობ ტიპი და ძალით ვაჩალიჩოთ. ლოდინს აზრი არ აქვს, ისიც აშკარაა, თბილისში არანაირ საქმეში არ არის ჩართული. მივარ და გავიცნობ, რატომ უნდა დავაშინო? წრიპა, რა ხდება? პირველად ხომ არ მივდივარ ასეთ შეხვედრებზე. ძალიან უკმაყოფილო ჩანდა გიგა. ხო, კარგი, რო გამოვა დაგირეკა. გიგამ ტელეფონი გათიშა და ნიკას მიაჩერდა. ბოსი აშკარად ნერვიულობს. გონი რაც რო გადის, გიშემსგავსება. არა და არ დაიძრა წინ ეს საქმე და აღარ იცი საიდან მიუდგეს. გიგა მანქანიდან გადმოვიდა. ხელები გაშალა და წელში გასწორდა. გამოხედვაში ეტყობოდა, რომ თავს მობილიზებას უწევდა. ნიკაც გადმოვიდა მანქანიდან და გაფაციცებულმა იკითხა. ახლა რას აპირებთ? მასთან შევდივართ სახლში, უნდა გავიცნოთ. არ მოგფეს და აქ დგომა. იარაღი ორივესთვის მომამზადო. ნიკა, ამ კაცის სახლში პირველად შევდივართ. იარაღს რომ დაინახავს, როგორ ფიქრობ, რა განწყობაზე დადგება, ან რა ნდობა ექნება ჩვენი. თავიდანვე მტრად გინდა მოგვეკიდოს. მას რომ კონდეს იარაღი, არიფო, კაცი ეკლესიაში დადის. ცოტა მოტვინე ძმაო, რა გჭირს? გაღიზიანდა გიგა, მაგრამ მალე დამშვიდა და განაგზო. მოკლედ, ჩემო ძმაო, შევდივართ იმ ბაიყუშის სახლში. შენ ჩუმად იყავი, სალაპარაკოდ შევდივართ. საჩხუბად კი არა. ყველაფერი მომისმინე, ყურადღებით. რამე თუ არ მოგეწონა, შენობურად ნუაიფოფრები. უჩემოდ თითიც არ გაარხიო, გაიგე ნიკა. რადგან ამდენი ნოტაციები, პატარა ხომ არა ვარ გიგა, ეწყინა ნიკას. რა ვიცი, აბა, კუნთებზე რო იყურები სულ? ხო, ნუ იფხვირები, დაჯექი, სახლთან მივიდეთ. გიგამ მეგობრულად შემოარტყა ნიკას ბეჭებში ხელი. ანიშნა მანქანისკენ წავიდეთო. ნიკა მანქანა დაძრა და უჩას ჭიშკართან მიაყენა. ვინ ეძებს უჩას? აბანო თუბანში რაშიდასთან შეხვედრის შემდეგ უჩა სერიოზულად დაუფიქრდა შექმნის სიტუაციას. რატომღაც არ მიაჩნდა, რომ საქმე საგანგაშოდ იყო. მიზეზს ვერ პოულობდა. თუ რატომ უნდა დაინტერესებულიყო თბილისში მისით ვინმე? საქართველოში არავისთან არ ქონია საქმიანი ურთიერთობა. არავის არასოდეს შეუწუხებია საკუთარი ბიზნეს ინტერესებით. რაც მოსკოვიდან ჩამოვიდა, არავისთან წამოუწყია ფინანსური საქმიანობა. ხოლო მისი ფული თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რადგან წესით არავის უნდა სცოდნოდა მისი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. თბილისში დაწესებულ ქურდულ წესებს კი იცნობდა უჩა, მაგრამ არანაირი კავშირი არასოდეს არ ქონია შავ სამყაროსთან. 1-2 წუთი თუ გაჩერდებოდა უბნის ბიჟაზე, თავაზიანად მოიკითხავდა ნაცნობ ბიჭებს და ეგ იყო სულ. მერე სახლში ბრუნდებოდა და წიგნებს ჩახრიკიტებდა. ციხეში ყოფნისას შავები პატივს სცემდნენ, როგორც წესიერ ადამიანს, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა მასთან არასოდეს ქონია. ან და საიდან ექნებოდათ,
როცა უჩა მეოცნებე არა ამ ქვეყნიური ტიპად მიაჩნდათ. როდესაც უჩამ კონტრაბანდის გადმოზიდვა დაიწყო, ნაცნობები გაკვირვებისაგან მხრებს იჩედნენ. ასეთ საქმიანობას მისნაირი კაცისგან ვერაფრი წარმოიდგენდნენ. რაც შეეხება ყაჩაღებთან ურთიერთობას, ამ საკითხს ორი მარეკი უგვარებდა. უჩაკი, როგორც ხელშეუხებელი პირი, ისე გადიოდა და გადმოდიოდა კავკასიონის ქედზე და დაბყოლება თითქმის არ შექმნია. დრომ და გამოცდილებამ თავისი მოიტანა. უჩა არავის უქმნიდა პრობლემას. იგი ყოველთვის სუფთა და უხმაუროდ მოქმედებდა. ეს წესად ჰქონდა გამომუშავებული და წარმატებასაც ამ სტილით ცხოვრებას უმადლოდა. რაც შეეხება მარტო მეგობრების გარეშე ყოფნას, რაც რაშიდამ შეახსენა კიდეც, ეს რა თქმა უნდა მოქმედებდა უჩაზე. მაგრამ რა ექნა? მისი იდეალური ხედვა ცხოვრებაზე ნებისმიერ ყოფით დეტალზე გაუგებარი იყო მისი ნაცნობებისთვის. გიაც კი, რომელიც პირველი კლასიდან მეგობრობდა უჩასთან, ბოლო ხაზს ვეღარ უგებდა ძმაკაცს, მეტიც მისი დანახვაც აღარ უნდოდა. უჩას გაბღენწილ, გაამპარტავნებულ კაცად მიიჩნევდა, რომელიც აღარ კადრულობდა ჩვეულებრივ ადამიანებთან თავისი ინტერესების გაზიარებას. მათ შორის დიდი უსკული აღმართულიყო, თან ისე, რომ არანაირი ერთმანეთთან დამაკავშირებელი ძაფი აღარ არსებობდა. ბავშვობის მეგობრები საერთო ენას ვერ ნახულობდნენ. ამგვარ გარემოებათა გაანალიზების შემდეგ უჩამ ვერავითარი დასკვნა ვერ გამოიტანა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დაინტერესებულიყო შავი სამყარო მისით. ერთადერთი დიდი ფული იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ გიამ და ჯიმიმ იცოდა. მართალია ახალი სახლი აიშენა და რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა ჰყავდა, მაგრამ ეს რა, რამდენს აქვს დღეს თბილისში მდიდრული სახლი და გარაჟშიც კარგი მანქანები უყენია. მაგრამ ისინი თუ თავიანთი გამოწვევები, ქმედებები და ცხოვრების წესი საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევიან, უჩა არც აქტიურობით გამოირჩეოდა და არც ექსტრავაგანტურობით იქცევდა ვინმეს ყურადღებას. ცხოვრობდა თავისთვის მოგზალებულად და მშვიდად. მართალია გიას ვეღარ უგებდა უჩა ამ ბოლო დროს, მაგრამ იმას ვერასოდეს დაუშვებდა, რომ ბავშვობის მაკაც მისთვის ეღალატა. არადა ლოგიკურად მთელი მისი ფიქრი გიას უტრიალებდა. მტკივნეულად განიცდიდა, რომ ძმაკაცზე ეჭვობდა, მაგრამ ფიქს ვერ იოკებდა. გაურკვევლობა კი მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. და ერთ დღესაც ამ მტკივნეულ კითხვებს წერტილი დაესვა. იმ დღეს გია აღელვებული და აფორიაქებული შემოვარდა უჩასთან. ახალ სახლში. დეიდა ზოიას პირი დაიღო და ხმას ვერ იღებდა. გიას გამოჩინას ნამდვილად აღარ მოელოდა. გია არც კი მისალმებია უჩას. მაგიდას მიუჯდა და სასწრაფოდ ხელით მოიხმო თანაკლასელი. სალაპარაკო მაქვს, უჩა, არ მომწონს სიტუაცია. ამ სიტყვებით ზოიასკენ გაიხედა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტო დატოვებას სთხოვდა უჩასთან. ჯერ გამარჯობა გეთქვა, ბიჭო, გონი ვიმსახურებ, არა, უსაყვედურო უჩა. ახლა შენებრივად უნდა დამიწყე უჩა. გიზგავა, რა დროს გამარჯობა. გიამ ისევ შეხედა ზოიას, რომელიც ადგილიდან ფეხის მოცვას არ აპირებდა. ცოტას და ალბათ იფეთქებდა. დაძაბულობისგან მთელი სხეული დაჭიმლოდა. ზოიას სხვა გზა არ ქონდა, უხმოდ დატოვა ოთახი. უჩა, მინდა გითხრა, რომ ამ ბოლო დროს რაღაც ცოტა ვერ ახარ, თუმცა ეს ჩემზე უკეთ შენიცი. შვიდად დაიწყო ლაპარაკი გია. უჩას გაეღიმა და წამოიძახა. გიჟიც გამხარდე, ბიჭო? მაგი სათქმელად სულაც არ მოსულა, იწყინა გია. მაგი დაიწყე ლაპარაკი და სხვა რა ვიფიქრო. ფიქრები და ფილოსოფია იქით გადავდო. მე საქმეზე ვარ მოსული და ყურადღებით მომისმინე. გიამ ჭერისკენ აიშვირა ხელი. უჩას ისევ გაეღიმა. ხო, იცინე შენ, ლამის შევიშალო ჭკუიდა და შენ კიდე ვიცინე. შენი გამოსწორება არ იქნება, გაბრაზდა გია. ჩემი თუ შენი. მომაკლევინებ თავს უჩა და მერე შენ თავს დააბრალე. ხო, კარგი, ნუ ამომხადე სული გია. რას მეტაკე ასე გაცოფებული და არც მეუბნები რა გინდა. ისევ იღიმებოდა უჩა. ასეთი არეული ძმაკაცი კარგა ხანია არ ენახა უჩას. ამასობაში გია, როგორც იქნა, საქმეზე გადავიდა. გუშინ ჩემ ობიექტზე მოვიდნენ. მერე კიდევ საამქროში ბიჭემა დავლიეთ. ფეხზე ძლივს იდექი და წუხე ღვევა მოვედი. გათენდა თუ არა შენთან გამოვიქეცი. ვინ ვიზე ლაპარაკობ? იკითხა უჩა. წრიპას ხალხი. გიამ უჩას შეხედა. მისი რეაქცია აინტერესებდა. უჩას ნაკვთიც არ შეστოკებია. იცი ვინ არის წრიპა? გამიგია. მაგის კაცი თვეში ერთხელ დათქმულ დროს მოდის ხოლმე.
ვაძლევ დაწესებულ შესაწყისს და მიდის თავის გზაზე. ასე ჯობია, თავის ტკივისა და პრობლემებს სიმშვიდე მირჩევნია. გუშინ კი მარტო არ მოსულა ის კაცი. გიგა მოხვა და ვიღაც ვერზილა. იცი ვინ არის გიგა? ისე ვიკითხა გიამ. არა, ნამდვილად არ ვიცი. გიგა შენი თიკოს ყოფილი ქმარია. თბილისში ცნობილი ავტორიტეტია. დიდი ხანი არ გამოჩენილა, რუსეთში იყო ამდენ ხანს. უჩა შეიშმუშნა. რატომ ჩემი თიკო? ახლა ნუ დამიწყე მშენებურად. შენი აბა ვისი? თბილისი პატარა ქალაქია, ძმაო. არაფერი იმალება აქ. მოუჭრა გიამ უჩას და ისევ სალაპარაკოდ მოემზადა. გაღიზიანება უფრო დაეტყო. გადასახადეზე ხმაც არ მოუღია. პიტაპი შეკითხვები დამაყარა და როგორ ფიქრო, ვიზე მეკითხებოდა. მოუჭრა გიამ უჩას და კიდევ უფრო დაეტყო გაღიზიანება. შეწერილი თანხის გაზდა უნდოდათ ალბათ, სხვა არ ენდომებოდათ, ირონიულად ჩაიცინა უჩა. არაფერიც, თანხაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ყველა შეკითხვა შენ გარშემო ტრიალებდა. უჩა მხოლოდ შენ გარშემო. რა კითხვები? ვინ არისო, რა კაციაო? მე და შენ რა უპასუხე? დაიძაბა უჩა. გიამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. რა უნდა მეთქო უჩა, ჩემი ძმაა და შენ ვინ ხარ, რომ მასზე ამდენ შეკითხვას მისვამ მეთქი. ამ სიტყვებზე ის ვიღაც ვერზილა გვერდით, რომ ედგა ჩემსკენ გამოიწია. ეტყობა ჩემს დასაშინებლად ამოიყვანა. ჭკუას მოუხმე, ბიჭო, იცოდე, ვისთან გაქვს საქმეო. სიტუაცია დაიძაბა. მე ავიჯაგრე. ამ ახმახს ვინ ეკითხება მეთქი, ჩემს საქმეს, ხომ იცი უჩა? თავხედებს ვერ ვიტა. შევაკტებოდი ალბათ, გიგა რომ არ ჩარეულიყო ჩვენ შორის. როგორც იქნა დაგვაშოშმინა. უჩა კმაყოფილი დარჩა გიას ამგვარი თაგამოდებით, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მერე რა მოხდა გია? მერე ფრად გავგიჟდი. ეს გიგა მეკითხება, მაყუთი საიდან გაჩიტე, რომ ამდენი ახალი ბიზნესი წამოიწყეო. აზე ხარ უჩა? რა ნაკლები არიან? ზეები აინტერესებთ? აქ უჩა წაღელდა. მომესმა თუ მართლა ასე მკითხეს მეთქი, განაგზო გია. სისხლი მომაწვა თავში. არ მოგესმა გეკითხები, მაყუთი სადიშოვეო და რა შენი ტრაკის საქმეა მეთქი. ამ დროს იმ ვერძილამ ისე დიდ ძალით მომიქნია სილა, რომ ოთახის მეორე კუთხეში მოვადინეს ღართანი. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. ის ახმახი კი მომვარდა და წიხლებით გამიწყო ცემა. ჩემი ბიჭები იქვე ახლო-მახლო ტრიალებდნენ და წამოშველება დააპირეს. იმახვარმა გიგამ იარაღი დააძრო. გაინძრევი და ადგილზე დაგბრიტავთო. რა უნდა ექნა იმათაც. ის ახმახი კი სანამ გული არ იჯერა, ჩემი ცემი არ შემეშვა. მთელი ციკლენები დამიბეკვა. ახლა ძლივს გავარ ფეხზე. შენამდე როგორ მოვახციე არ ვიცი. გიამ ფერდებზე დაიდო ხელები და ძმაკაც საცოდავად გახედა. უჩას ფერი არ აღარედო. საქმის ასე გართულებას ნამდვილად არ მოველოდა. გია, რატომ გუშინი არ დამირეკ? ეს რა უქნიათ, მაგათი დედა კი მოხ. შეშლილი სახით წამოდგა უჩა და გიას მივარდა. უნდოდა მხარზე ხელი დაედო. თანაგზრობა გამოიხატა, მაგრამ იმდენად დაიბნა, რომ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. კარგი ხო, დამშვიდი. ამ ერთ ცემას როგორმე გაუძლებ. მართლა ისე მაგრად კი არ მომხვედრია, როგორც გითხარი. იქი დაუწყო უჩას დაწყნარება. კი, მაგრამ შენთან რა უნდოდათ, გონზე ვერ მოსულვარ. ეგენი ვინ ყოფილა, ომი უნდა დაგვაწყებინონ, მაგათი ახვარი დედა. უჩამ შეიკურთხა. მომართული მშვიდივით იყო ახლა. გადამწყვეტი ბრძოლისთვის გამზადებული მეომარევით. მოდი გია, შვიდად დავსკრე და დაწვრილებით ამიხსენი, ვინ არის წრიპა და როგორ ფიქრობ, რა უნდა მაგას ხარს ჩვენთან. იცოდე, შენ ცემას მაგათ არ შევარჩი, თუმცა რომ იცოდე, ეგენი ამაზე არ გაჩერდებია. სერიოზული ბრძოლა მოგველის, აღარ ხუმრობდა უჩა. ახლა გია მივიდა უჩასთან, ხარზე ხელი გადახვია და დივნისკენ მიუთითა. მოდი უჩა, მან დავსკრე. მე ცოტას მივწვევი, თორემ მთელი სხეული მტკივა. ისე ვარ დაჟეჟირი, რამე მოვიფიქროთ ერთად. მე იმიტომ კი არ მოვედი, რომ ომი დაგაწყებინო, მინდა ორივე მშვიდობიანი ცხოვრება შევძლოთ და ვიღაც ახლებს არ გამოვეკიდოთ. არ მინდა რამე ხიფაც გადავეყაროთ. მე ერთ და ორ გალახვას როგორმე ავიტან. იმიტომ მოვედი, რომ გაგავთხილო. იცოდე, ეგენი შენთანაც მოვლენ და ზომებია მისაღები. ალბათ რაღაცას აპირებენ და როგორ ფიქრობ, მე მიგატოვებ? ბოლო და ბოლო ძმა ხარ ჩემი და მარტო არ დაგტოვებ. ჰა, რა მოგდის, სხვა მოიღე უჩა. გია წამოდგა და უჩას გადაეხვია, რომელსაც გული ისე აჩუყებოდა, ლამის ეტირა. ბავშვობის ძმაკაცებს შორის გაჩენილი უსკური გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ გია მაგრას ცემეს, ამ ცემამ თითქოს ბედნიერება მოუტანა უჩას.
დაკარგული ძმაკაცი დაუბრუნა. მათ მეგობრობას ამიერიდან აღარაფერი ემუქრებოდა. ეს ორივე სჯეროდა და მიუხედავად მოსალოდნელი განსაცდელისა, ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს. ზოია მომზადებული შეხვდა გიგასა და ნიკას დაუპატიჟებელ სტუმრობას. ისე მიიწვია, თითქოს დიდი ხანია ელოდებოდაო. უჩად გაფრთხილებული ჰყავდა. იგი და თვითონაც ნებისმიერ დროს მოელოდა წრიპას მოციქულების გამოცხადებას. მით უმეტეს უჩას ისიც არ გამოჰპარვია, მანქანით რომ იდგნენ მის სახლთან და უთვა თვალებდნენ. სტუმრების მისაღებ ოთახში შესვლისთანავე უჩაც გამოვიდა. სპორტულად ეცვა. პირდაპირ სავარჯიშო დარბაზიდან გამოსულიყო და სახე ოდნავ შესწითლებოდა. მისმა ათლეტურმა აღნაგლობამ შეახსო ახმახი ნიკა. გონებაში მისი ფიზიკური მონაცემების შეფასება დაიწყო და მიხვდა, რომ საქმე საშის მოწინააღმდეგესთან ჰქონდა. გიგა ცოტა არ იყოს დამთხალი იდგა ორ ათლეტურ მამაკაც შორის, თუმცა კი ცდილობდა იხტიბარი არ გაეტეხა. უჩა არ მისამნებია ახალ მოსუთ. მაგიდის გვერდით დგარ სკამზე ისე ჩამოжდა, მათთვის დასხედითო არც უთქვამს და მდუმარით მიაჩერდა ბიჭებს. გიგა შეწმუნდა, ამგვარ დახვედრას არ მოელოდა. ბოლოს იძულებული გახდა, ნავსი თავად გაეტეხა. გამარჯობა უჩა. არც ამ მისალმებასაც გაუწია ხმა მოსულთათვის უჩას. იჯდა და ისე ყურადღებით აკვირდებოდა ორივეს. გიგამ უკმაყოფილოდ გადახედა ნიკას, რომელიც მონუცხულივით შესკეროდა უჩვეულო მასპინძეს და აღარ იცოდა რა ეკნა. მას ვერაფრით წარმოიდგინა, რომ ქალაქის ორი მაყურებელი დანაშაულზე წასრებული მოწაფესავით აყუდებულები იდგებოდნენ ვიღაც ბაიყუშის წინ. გასაცნობად მოვედი და სალაპარაკო. გიგამ ისევ წამოიწყო ლაპარაკი. უჩას არც ამჯერად ამოუღია ხმა. იჯდა და ვითომც არაფერიო. გიგა გაღიზიანდა, ეს უკვე ნამეტანი იყო. შენ, ვისთან გაქვს საქმე იცი? წამოიყვირა მან. უჩას გაეღიმა, ჯერ ნიკა შეხედა და ცინიკურად და მერე გიგას. გიგას რა შეჩოდით, რატომ სცემეთ? როგორც იქნა იკითხა უჩა. რაო, რას გვეკითხები? გაეკვირვა გიგა. თუ ჩემთანაც იმავე საქმისთვის მოხვედით, ძალიან შემსტარხართ. ეს ერთი, მეორეც გიგას კაცურად მოუხდით ბოდიშს და მესამე, რა გინდათ, რას დაეძებთ? თქვენს ვოიაჟებს წერტილი უნდა დაესვას. უცა დაჟინებით მიაშტერდა გიგას პასუხის მოლოდინში. გიგას სისხლმა აასხა თავში, ცოტაც და იღრიალებდა, მაგრამ თავი შეიკავა. მეტიც აფოფრილი ნიკა შეაჩერა, რომელმაც უჩასკენ გაეწია, რომ ჭკუა ესწავლებინა. ახა, ჩემსკენად იწევს, არა? აბა მოდი შეახვარო, ნახოთ რისი თავი გაქვს. უჩა წამოდგა და საჩხუბრად მოემზადა. ნიკამ გამხეცებული მოწყდა ადგილიდან და მარჯვენა მოიქნია უჩასკენ, მაგრამ უჩამ მოქნეული ხელი მკრავში მოიხერდა. ნახვარი ბრუნით თავის მხარეს მოკაჩა, რამაც ორიენტაცია დააკარგვინა ახმახს. გარდა ამისა, უჩა თავდასხმელის მაჯას მთელი ძალით დააწვა, მაკი აუტანელ ტკივილს ვერ გაუძლო და იატაკს დაენარცხა. როგორც კი წამოდგომა დააპირა, უჩამ სამჯერ ზედიზედ მოუქნია მუშტი სახეში. მესამე მოქნევისას ეს ამხელა კაცი მკვდარივით გაეშყლარდა იატაკზე, გონება დაკარგული. ხმაურზე ოთახში ვიშვიში ჩემოვარდა ზოია. მას უკან გიაც მოჰყვა. რამე ხომ არ დაგიშავეს, უჩა, შვილო, ვაიმე, შვილო, უაზროდ გაჰკიდოდა ზოია და როდესაც სალამათი უჩა შერჩა ხეთ, კივილი შეწყიტა და შეშინებული იცქირებოდა აქეთ-იქით. დედა ზოია, შენ ამას მიხედე, მოასულიერე, მე კიდევ ამ ახალგაზრდას მივხედა, გავიგო ერთი რა უნდა. ამ სიტყვებით უჩა გიგასკენ მიტრიალდა. ამ ხნის განმავლობაში გიგა გაშტერებული იდგა ერთ ადგილზე და მცირეოდენი მოძრაობაც კი არ გაუკეთებინა. მისი ავტორიტეტი წარმოუდგენლად ილახებოდა. ვერ იხსენებდა ერთ შემთხვევასაც კი მის თვალწინ, რომ ვინმეს მისი თანხმლები პირი, მეტიც მისი დამტყმელი ძალა ოდნავადაც კი დაეჯავნოს. ეს შეხვედრა კი ყველანაირ ზღვას ცირდებოდა. გვერდით ოთახში გავიდეთ, იშვიდათ ვისაუბრეთ, თუმცა მანამდე ბოდიში რომ მოგეხადათ გიაცვით, ურიგო არ იქნებოდა, შეახსენა უჩა. გიგამ გიასკენ გაიხედა. რაღაც გაურკვევლად ჩაიბურთხუნა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ცნობილი ავტორიტეტისთვის ბომბოდიშება სიკვდილის ტორფასი იქნებოდა. ამიტომაც არც უჩა ჩაზიებია. გვერდით ოთახში გავიდა და სკამისკენ მიუთითა გიგას. გიგამ სკამამდე ვერ მიაღწია და ცოცხალ მკვდარი დაეშვა დივანზე. უჩამ იქვე სავარჯერი გამოსწია და დაჯდა. აბა ახლა გისმენთ, გიგა, მზად ვარ ვილაპარაკოთ. თქვენ ხომ ჩემი გაცნობა გინდოდა, დაიწყო უჩამ. ზედმეტი მოგდის უჩა, ხომ არ გავიწყდება ვისთან გაქვს საქმე.
შვიდა და თავდაჯერებული ტონით უპასუხა გიგამ. რა მემუქრები კიდეც არ ესიამოვნო უჩას. ჩვენ შავები ვართ. როგორ ფიქრობ, ეცემა შეგჩება? კითხეთ თუ უპასუხა გიგამ. ვითომ რატომ არ უნდა შემჩეს? რა, სახე უნდა შემეშვი რა? მცემეთ მეთქი? ბრაზი ვერ დაფარა უჩა. ავტორიტეტებს ასე არ ელაპარაკებიან. არ გეშინია? მე მართალი კაცი ვარ, გიგა. ისი უნდა მეშინოდე. შენ თუ მეტყვი რომ მტყვანი ვარ და თუ ამას დამისაბუთებ, კიდეც ხმას არ ამოვიღე. ისე რომ იცოდე, რაღაცეები მეც მესმის. თუ არიდან კი არ ვარ ჩამოფრენილი. ამ სიტყვებზე გიგა დაიძაბა, უჩასგან ასეთ პასუხს არ მოელოდა. გამაგებინე, ვინ ხარ შენ, უჩა? უჩას გაეღიმა. იგზნო რომ გიგა უკან იხევდა. უჩა ვარ, ზალია. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უყვარს ღმერთი და მორჩილია მისი. ღმერთი? გაუგნებული გიგა უჩას მისჩერებოდა. ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს. ვერც ის გაეგო რა შუაში იყო აქ ღმერთი. ვერაფრით მივხვდარიყო, ვისთან რა კატეგორიის ადამიანთან ჰქონდა საქმე. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ახრეხებდა. ამ კაცში იყო ის რაღაც ისეთი, რაც ხებისთვის არასოდეს შეუმჩნევია. დიახ, ღმერთი და სამყარო, რომელიც მან შექმნა. ზოგიერთი კიდევ აზე არ არის. რატომ გაჩნდა ამ სამყაროში და მაინც რა გინდა ჩემგან? უჩა ჯიქურ მიაჩერდა გიგას. გიგა შეიშმოშნა, ვერანაირად ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა უჩას. მე თბილისის მაყურებელი ვარ, საქმეზე მოვედი შენთან. როგორც იქნა გაახსენდა გიგას. და რას უყურებ, ან ვის უყურებ? ირონია იგრძნობოდა უჩას ლაპარაკში. მე მარტო არ ვარ, ჩემ უკან ხალხი დგას, ჩემთან აგდებული ლაპარაკი არ შეგრჩება, ძმაო, გაყუყოჩდა კიდეც გიგა. ვინა წრიპა? არა მარტო წრიპა, ხალხი. და რაო იმ ხალხმა, რა მინდა უჩა გაიცანიო? გიგას ხმა არ ამოუღია, სიბრაზე ყელში მოებჯინა, უჩას ზედმეტი მოსდიოდა. და მეგობრები უცემოთო? ვიცი ახლა რასაც ფიქრობ, ზედმეტი მოგდისო, ერთი სული გაქვს მომახალო, მაგრამ ეს სიტყვები თქვენ უფრო შეგეფერებათ. შენ და შენ დამქაშ, ძმაკაცი რომ მიცემა და ჩემ საცემადაც მესტუმრა შინ. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სულაც არ ვაპირებ თქვენთან ომს. აკი გითხარი, ღმერთი მიყვარს მეთქი. ამის შემდეგ კიდევ დამიწყებ ბრძოლას, უჩა გაჩუმდა. გიგას პასუხს ელოდებოდა. გიგა კი მთლად აერია. რა ეპასუხა კი არა, ისიც ვერ გაეგო, რა უთხრა უჩამ. მე სალაპარაკოდ მოვედი, ომი არავის უფიქრია, როგორც იქნა ამოღერღა გიგა. გია რომ ლამის მიასიკვდილეთ ის რაღა იყო, იკითხა უჩა. ნასტინად მოგექცა ძმაო, ასეთები ჩვენთან არ გადის. საძმოსთან თამაში არავის შერჩება. გიგა ისე უბრუნდებოდა ჩვეული სტილის ლაპარაკს. ჩემ დღევანდელ ამოხდომას როგორღა შეაფასებთ? მეც ნასტირნობაში ჩამეთვლება თავდაცვა. გიგამ ერთხან სიჩუმი არჩია, თითქოს სიტყვებს არ ჩერსო, მერე კი დაიწყო. კიდე გიმეორე. უჩა, მე მარტო არ ვარ. ჩემ უკან მთელი საძმო დგას, რომელსაც რაღაცეები აინტერესებს. შენთანაც საძმომ გამომაგზავნა. რა მაინც, რა გაინტერესებ? უჩა დაიძაბა და მოსასმენად გაემზადა. ამ დროს კარში ნიკა გამოჩნდა. ხანცა დალურჯებულ თვალზე იდებდა ყინოს, ხან მეორეზე. უკან ზოია და გია მოჰყვებოდნენ. ნიკას თავდაჯერებულობა სადღაც გამხრალიყო. ძლივს მოვასულიერეთ, ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ ვერ დავაწვინეთ. კარგი რა შვილებო, რაც გადაჰკიდები ხართ ერთმანეთს. ნუ თუ არ შეიძლება წყნარად მოილაპარაკოთ, ასე გამეტება როგორ შეიძლება. შეწუხებულმა ზოიამ უჩას და გიგას მიმართა. ისეთი გულის ტკივრით იყო ეს სიტყვები ნათქვამი, რომ უჩას ლამის გული აუჩურდა. კარგი დეიდა ზოია, მეც აღარ ვიჩხუბებ. ერთი წუთით დაგტოვეთ, ხო? უჩამ ზოიას მიმართა. უჩა შვილო, წეღანაც ასე დაგტოვე და ლამის დახოცეთ ერთმანეთი. ზოია წასვლას არ აპირებდა. კვირდები დეიდა ზოია, ყველაფერს შვიდად მოვაგვარე. არ ინერვიულო, წადი სამზარეულოში და იფუსფუსე. მე შენ გეტყვი და საქმე არა გაქვს. უჩამ ხელი გადახვია ზოიას და კარისკენ გაუძღვა. უკან მობრუნებულმა კი ისე გიგას მიმართა. დედის მაგირობას მიწეს, მაგარი ქალია. მერე ნიკასკენ გაიხედა. ბიჭო, კიდო გინდა ჩემთან ჩხუბი? მე ბიჭო არა ვარ, ჩაიბურთუნა ნიკა. უკაცრავა, ბატონო. უჩას გაეღიმა და ახლა გიას მიმართა. გია, ამ ხარ ჩვენთან ლაპარაკი ნდომებია, ჩვენ კიდე ვერ გაგვიგვია. მოусმინოთ არა? გიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
იგი ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო უჩას სახში დატრიალებული ამბის შემდეგ. წარმოდგენაც კი ზარავდა იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა შავების წარმომადგენლის დაუნდობელ ცემის ფახს. იცი გია, ამათ გონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ჩვენ კიდევ კურდღლებივით უნდა ვისხდეთ და შიშით კანკალებდეთ. მოდი რა, ჩემ საქმეში ნუ ჩაერევია, მე ნუ მცემენ და დამამცირებენ და საუკუნე არ გავიხედავ მაგათ მხარეს. გონი ეს ძალზე მარტივია. უჩამ ამჯერად გიგასა და მის ნაცემი დამქაშისთვის მოიცალა. ხან ეს გადახედავ და ხან მეორეს. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ საქმე ამჯერად გიგამ მართავდა და მას მიაპყრო მზერა. გიგა, ალბათ არ შემეკამათები იმაში, რომ ჩხუბი პირველებმა თქვენ დაიწყეთ. მე უბრალოდ თავს ვიცავდი. საომაროდაც იგივე რომ არ განმეორდეს, ჩემთან საჩხუბრად ნუ მოხვალ. თორემ ხოიმნიცით ეხშმას არ ძინავს, არ მინდა ცოდვა ჩამადენინოს და თქვენც დაგულყოთ და საკუთარი თავიც. თქვენ დაფიქრდით ამაზე, გონი რთული არ უნდა იყოს. უჩა გაჩუმდა და კიდევ ერთხელ გადახედა ოთახში მყოფთ. გიგა ნიწამხდარი ჩაფიქრებულიყო. ნიკა კი ისე იყო ნაცემი, ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. გია ახლა უფრო შეშინებული ჩანდა. იცი, ჩვენ ვატყობ, ლაპარაკი არ გამოგვივა. ხომ არ აუჯობებს შეხვედრა გადავდო, წამოიწყო ლაპარაკი გიგა. თქვენ მოხვედით ჩემთან, მე არანაირი შეხვედრას არ ავაპირებდი და არც ვაპირებ, რადგან მოხვედით, გეკითხებით რა გინდათ. გიგამ რაღაცი თქმა დააპირა, მაგრამ გრძნობდა სიტუაციას ვეღარ ფლობდა. ეს კი ძალზე უჩვეულო იყო მისთვის. დიახ, გისმენ გიგა, ისთვის დამდებთ, რა გინდა ჩემგან? ხმაში სიბრაზე გაურია უჩა. უჩა, კლავ გიმეორე, მე მარტო არა ვარ, წამოიწყო ისევ გიგა. კი ბატონო, გავიგე რომ მარტო არა ხარ, ნამდვილად უნდა ითქვას ეს. გაღიზიანდა უჩა. საძმოს აინტერესებს იმ დიდი თანხის წარმოშობის შესახებ, რომელსაც შენ ფლობ, საიდან იშოვე ამდენი ფული, ან ვინ გამარაგებს. და როგორ ფიქრობთ, ავდგები და გეტყვით, გაეცინა უჩას. ან რა ფულზე ლაპარაკობთ, თქვა და გითხარით. ლომის უკანალიდან მეთქი დამიჯერებთ. უჩა, ნუ გვეღადავები, ბავშვები არა ვართ, გაღიზიანდა გიგა. არ ჩვენ ვართ ბავშვები, გამოდით ჩემი ფული გაინტერესებთ, რომ მე ხაფანგში გამაბად და აკონტროლოთ, არა? ან და რა ფულზე მილაპარაკები, რამე დიდ საქმეში ტრიალებ თუ რა, მიზეზი ამიხსენით, რის გამო თქვენი ყურადღების ქვეშ მოვიქეცი. ღელავებისაგან დრო და დრო ხმა უწყდებოდა უჩას. ჩვენ სამწუხაროდ არ მოვსულოთ, თავდაჯერებული სიმშვიდით უპასუხა გიგა. მაგრამ არც ამეგობროთ, აბა წინააღმდეგო ვარ გამეწია, ხომ გადამივლიდით კატოკივით. ეს უკვე არასერიოზული ბაზარია, ძმაო, ყველაფერი მოგვარდება. საბავშვო ბაღში ხომ არა ვართ. გიგა სულ უფრო და უფრო ემატებოდა ავტორიტეტებისთვის ასე ნაცნობი საკუთარი ღირსების განცდა. იქნებ ისიც მითხრათ, ჩვენი სტუმრობა იყო სერიოზულიო. სერიოზულობა თქვენ ქმედებაში რაღაც არ დამინახავს. ამაზე მეტი სერიოზულობა რა გინდა? რუსეთიდან დიდი კუშია წამოღებული და პატრონი ეძებს. უჩამ გიას გადახედა, რომელსაც ამ სიტყვებზე ქაღალდის ფერი დაედო. საძმომ უნდა იცოდეს რა ხდება, მით უმეტეს საქართველოში. გიგამ შეწყვიტა ლაპარაკი და გამოცდილად დააკვირდა უჩას, რომელიც მართალია ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ღერვარება მაინც ეტყობოდა. კი მაგრამ მე რა შუაში ვარ, რა საბაბი მოგეცით, რომ ეჭვი ჩემზე მოიტანებთ. თითქოს ამ საქმეში ვიყო გარეული, ან ეს დაკითხვები რას მოასწოვებს, ან გამუდმებული თვართვალი და ათასი უბედურება, რაღაც ინფორმაცია ჩემამდე ხომ აღწევს, ისევ ალაპარაკდა უჩა. იცი რა უჩა, მე კი მოვედი შენთან, მაგრამ იცოდე, ბევრ ამას მე არ ვწყვეტ, წრიპასთან მოგიწევ შეხვედრა. ის გააიასნებს ყველაფერს, როდის მოახერხე, რომ შეხვდე, უკვე საქმეზე გადავიდა გიგა. უჩა წარედ გაეღიმა, ისე მე უნდა შეხვდე, მე სულ არ მაინტერესებს. უჩა, რა თინეიჯერივით მელაპარაკებ, გააწყვეტინა გიგა. აკი მითხარი, თვარიდან ჩამოფრენილი არა ვარო. გიგა წამოდგა და ნიკას ანიშნა, გამომყევიო. ორივე კარისკენ წავიდა. სანამ გავიდოდნენ, გიგა მობრუნდა და უჩას მიმართა. უჩა, მალე დაგიკავშირდებით. იმედია ცემას არ დაგვიწყებ. კარგად იყავ. ამ სიტყვებზე სწრაფად მოტრიალდა და ოთახიდან გავიდა. უჩას არაფერი უთქვამს. აფორიაქებული უაზროდ შეჰყურებდა კარს. გია კი ასევე აფორიაქებული თავის მეგობარს. რაღაც ცუდი იწყებოდა, მაგრამ რა, ეს არავინ იცოდა. ახალი შანსი. მანჰეტენზე შეხვედრის შემდეგ ჯიმი თავის ოთახში ჩაიკეტა
და მთელი 3 დღე გარეთ არ გაუხედავს. გაკვირვებული ლიზი და როდი ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ვერ გარკვეულიყვნენ რა ხდებოდა. საუზმე და სადილიც გორგოლაჭებიანი ურიკით შექონდა ლიზის და ხშირად ხელუხლებელი გამოჰქონდა. კიდევ კარგი ყავას და წვენს მაინც ვამდა და დედას ასე თუ ისე ამშვიდებდა. კომპიუტერის მონიტორს მიჯაჭვული ჯიმი თითქოს ჩამოშორებოდა გარე სამყაროს. არავინ და არაფერი აინტერესებდა. დედის შეკითხვებზე მოკლე პასუხებს სცემდა, რაც იმას ნიშნავდა თავი დამანებედო. ითმინა ლიზიმ, ითმინა და ერთხელაც გაგულისებული თავზე წამოადგა კომპიუტერის ეკრანს თვალმიშტერებულ შვილს. ჯიმი, ასე როდემდე უნდა გაგზედე, შვილო. ბუროს და ბუროს აღარ გვეტყვი რა ხდება. აქეთ მე ვგიჟდები, იქით მამაშენი. შენ კიდევ ვითომ არაფერიო. ჩაშტერებულ ხარ მაგ დასაწყო ეკრანს და აღარავის გახსოვს. გამოფხიზდი, შვილო, და მიპასუხე რა მოგდის. დედის ხმაში ჯერ ბრძანებრივი ტონი იგრძნობოდა, რომელიც ბოლოს ცრემგარეულმა ვედრებამ ჩაანაცვლა. ჯიმი მძიმედ ასია თავი, თვალებით ჩასწიტლებოდა გამუდმებით მონიტორის ქერით. ეს რას გავხარ, ჯიმი? ახლავე გამორთე კომპიუტერი. გადაერია ლიზი, პირდაპირ ელექტროჩამთვრებთან მივიდა და უხეშად გამოგლიჯა ქსელიდა. რა შვები, დედი, გაგიჟდი? ხომ ხედავ, მუშაობ. მავთული ხელიდან გამოსტაცა დედას ჯიმიმ. გამუშავე მე შენ, გინდა დასნეულდე? ვისაც უნდა ასეთი მუშაობა? შესლის უფრო გავხარ, ვიდრე ნორმალურ ადამიანს. გაკაპასდა ლიზი. შენ ხომ ვერაფერს გაგაგებინებს, კაცი. ან ასე რამ გაგაბრაზა. მუშაობ, ცუც რას ვაკეთებ? დანანებით ჩაელაპარაკა ჯიმიმ. წამოდგა და ოთახში დაიწყო წინ და უკან სიარული. ძლიერი მისახვედრი არ იყო, რომ მისი გონება სხვაგან ტრიალებდა. მერე ჭამა არ გინდა, შვილო? ლიზიმ დილით შემოტანილი საუზმეზე მიუთითა. რა? თითქოს ბურნაიდან გამოერკვა ჯიმი. გონი გადამერია, შვილი, წამოიყვირა ლიზიმ, იქენ რომაც აქცეულიყო. სკამზე ჩამოჯდა და შეწუხებული შეაცქედა ჯიმის. მანაც იგრძნო, რომ ასე მხოლოდ გულს გაუხეთქავდა ზნობიარე დედას და იძულებული გახდა მისთვის ანგარიში გაეწია. კარგი რა, დედი, უბრალოდ ახალი იდეები მომაწვა. გაუღიმა დედას და გულში ჩაიხუტა. ცოტას და ახალ პროექტს დავამთავრებ. ახალი სამუშაო მექნება. მერე ყველაფერი ჩოული გზიწავა და ორივე დავისვენეთ, მეც და შენც. და კიდევ ყინაღამ დამავიწყდა მამაც. გეხვეწები, ისიც არ შემომეჭრეს კომპიუტერის გამოსართავ, თორემ მართლა გავგიჟდები. ახლა წადი, თუ არ შეწუხდები, ეს უკვე გაცივებულ საუზმე გაიტანე. ტოსტეში სენდვიჩი გამიმზადე, ყავაცხელი მინდა შაქრიანი. ხო, ფორთოხლის წვენიც არ დაგავიწყე, თურმე მართლა მომშივებია. ჯიმის ამ სიტყვებმა ლიზის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და სასწრაფოდ გაიტანა ურიკა დილანდელი ხელუხლებელი საუზმით. ჯიმი გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში უჩვეულო ცვლილება ხდებოდა. ახალი შთამბეჭდავი პროცესი იწყებოდა. რამდენი ძალა და ენერგია დახარჯა, რომ მაღალ საზოგადოებაში მოხვედრილიყო და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. ვერაფრი წარმოიდგენდა, თუ კატრინის მეშვეობით მოხდებოდა ეს და რადგან მოხდა, ღირსეულად უნდა შეეფარებინა და გამოეყენებინა ეს შანსი. მთელი საინფორმაციო საიტები გადაქეკა, აინტერესებდა, რა ხალხთან უნდა დაიჭირა საქმე და როდესაც არც თუ ისე მცირე ინფორმაცია მოაგროვა მას შესახებ, ცოტა არ იყოს დაიძაბა. ეს იმ პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდა ერთი ნაწილი იყო, ვისაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარებაზე. ეს ის ხალხი იყო, ვისთანაც ოდნავ უყურადღებოდა დაუფიქრებელი ნაბიჯი უკვე დიდი შეცდომა იქნებოდა. ამიტომაც დაეთრგუნა, შეწკუნდა ჯიმი. თითქმის ყველა, ვინც მან კატრინის სახში გაეცნო, მაღალ სოციალურ საფეხურზე იდგა. ერთხელ ჯიმი იმასაც ფიქრობდა, მათთან საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ ზედმეტ პრობლემებს გამიჩენსო. არ უნდა თავი გაეყო მოსალოდნელ ორონტრიაში, მაგრამ რა ექნა იმ ოცნებისთვის, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიისწრაფვდა, იმ ქარიზმისკენ სწრაფვისთვის, რომელიც გამუდმებით თან დასდევდა. და ჯიმიმ გადაწყვიტა, დიდ ბიზნესში ჩართულიყო და წარმატებას მოეპოვებინა. მერე და მერე კი თვით ცხოვრება აჩვენებდა მომდევნო გზასავას. მთელი ცხოვრება გაიძახოდა, ბევრი ფული რომ მქონდეს, ამას და ასე გავაკეთებ, იმას და ისეო. ჩაუვარდა ხელში ბევრი ფული, თავის ოკეანეს გაღმერ ორეულთან, უჩასთან ერთად მოახერხა სწორედაც რომ ბევრი ფული ეშოვა, მაგრამ რა, ერთი სასტუმრო შეიძინა და სხვა არაფერი. ახალი საქმის დასაწყებად ისევ ფული არ ყოფნიდა. ახლა კი ახალი შანსი მიეცა ახალ ცხოვრების, უფრო სწორედ ახალი ქმედების დასაწყებად და ამ შანსს ხელიდან ვერაფრით გაუშვებდა. ბედნიერმა ბილეთმა თვითონ მოაკითხა.
სურვილი იქნებოდა ეს ბილეთი რომ არ გამოეყენებინა. 3 დღის განმავლობაში იმდენი ინფორმაციას მოუყარა თავი, თვითონაც რომ არ მოერლოდა. თითქმის არ ეძინა და ჭამაც ავიწყდებოდა. სუსტი ჯანმრთელობა რომ ქონოდა, ამხელა ფიზიკურ დატვირთვას ნამდვილად ვერ გაუძლებდა. თავი ლამის ახლობდა დაძაბულობისგან. თვალები ჩაცითლებოდა, მაგრამ კომპიუტერს მაინც არ შორდებოდა. სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებდა საფონდო ბირჟის ისტორიიდან, ქვეყნის ეკონომიკურ ძვრებზე, პოლიტიკურ დინებებზე. ყოველმხრივ მომზადებული უნდა ყოფილიყო, რათა გაეძლო იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც მომავალში აუცილებლად მოუწევდა. ამ ბრძოლაში ჯიმი მარტო ვერ იქნებოდა. გვერდით ერთგული და მასავით გამბედავი, მეტი თავზე ხელაღებული კაცი უნდა ჰყოლოდა. უჩა, დიახ, უჩა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო მის გვერდით. უჩა კი რატომღაც ფეხს ითრევდა. ამერიკაში ჩამოსვლა არ იზიდავდა. ადრე სანამ მისტერ კელი შესთავაზებდა ამ ახალ საქმეს, ჯიმი უჩას თავისთან ეპატიჟებოდა, მაგრამ იგი ფეხს ითრევდა. ახლა კი აუცილებლად უნდა ჩამოეყვანა ჯიმის. უბრალოდ გადაწყვიტა თავიდან მარტო დაეწყო საქმიანობა. მერე კი მით უფრო თუ გაუჭირდებოდა, უკვე კატეგორიულად მოეთხოვა მისთვის საქართველოდან შტატებში გამოგზავრება. დარწმუნებული იყო, უჩა ყველაზე მეტად გაუგებდა და ყველაზე მეტად დაუდგებოდა გვერდით. საქმეში დაეხმარებოდა და არც გასაჭირში მიატოვებდა. უოლ-სტრიტი, ნომერი 5, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. მსოფლიოს ფინანსური სამყაროს ცენტრი, მსოფლიო ეკონომიკის მაჯისცემა. აქედან დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ამერიკის სახეა. რაც თავი ახსოვდა ჯიმის, სულ ამგვარად ამკობდნენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას. ეს უზარმაზარი შენობა ანთებული ჩირაღდანით ავსებდა ამერიკელთა ცნობიერებას. სწორედ იგი წარმოადგენდა ამერიკელთა სიძლიერისა და კარგი ცხოვრების სიმბოლოს. ჯიმიც არ იყო გამონაკლისი. როგორც კერებს, ისე ეთაყვანებოდა აქაურობას. როგორც კი ფულს გაუგო ყადრი, ქვეცნობიერად ყოველთვის აქეთკენ მიისწრაფოდა, მაგრამ ოცნებას რჩებოდა. ბირჟაზე დამკვიდრება საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებოდა. ერთხელაც მოხდა სასწაული და ბირჟის ადმინისტრაციამ ნება დართო სავაჭრო გარიგებებს დასწრებოდა. ჯიმი ლამის შოკში ჩავარდა. წუთითაც ვერ წარმოედგინა თუ რამხელა ფული ტრიალებდა საფონდო ბირჟაზე და არა მხოლოდ წარმოუდგენლად დიდი თანხის, არამედ უზარმაზარი ენერგიის დახარჯვა უწევდათ ბროკერებს. ჯიმი მიხვდა, რომ მხოლოდ ოცნებაში თუ მოახერხებდა აქ მოხვედრას. ამჯერად მართლაც ნამდვილი სასწაული მოხდა. ჯიმის შანსი ეძრეოდა საფონდო ბირჟაზე ეტრიალა. ყველაზე წარმოუდგენელი კი ის იყო, რომ იგი საქმიანობას ისე იწყებდა, საკუთარი $1 ჩადებაც კი არ დასჭირდებოდა. ეს ნამდვილ ზღაპარს აცხადებას უფრო ჰგავდა. ჯიმი მთავარ ოფისშიც არ დაუბარებია. ტელეფონით გადასცეს საბროკერო დარბაზის კოდები, გააცნეს იმ პირთა გვარები, ვისაც იქ შეხვდებოდა და ერთის დაამატეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. თავდაპირველად ადაპტაციისთვის ერთკვირიან ვადას იძლეოდნენ, ხოლო შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობოდნენ. თუმცა ფინანსურად რაც საქმე დასჭირდებოდათ, არანაირი შეფერხება არ ექნებოდა. მეტიც, არანაირი შეზღუდვა. მთავარია მოგებაზე ემუშავა. წარმატება უსურვეს და შემდეგ კვირაში შეგეხმიანებითო დაზიანეს. ცენტრალური დარბაზი, სადაც ვაჭარობა გარიგებები იმართებოდა, კომპიუტერული ტექნიკით იყო გადატვირთული. დარბაზის ბოლოში ორი უზარმაზარი მონიტორი იდგა. ყველა სკამი და მაგიდა ისე იყო განლაგებული, რომ ვინც დაждდებოდა, ყველას მზერა მონიტორისკენ იქნებოდა მიმართული. დარბაზში უნიფორმაში გამოწყობილი ქალები ტრიალებდნენ. იქაურობა სულ კრიალი გაოდიოდა. აუქციონი ბირჟაზე 2 საათის შემდეგ უნდა გამართულიყო. ჯიმი დაფიქრებული გახურებდა დარბაზს. აი ეს ადგილი, სადაც მას თავი უნდა გამოიჩინა. როგორ გამოვიდოდა, რა შედეგს მოეპოვებდა, ბირჟა როგორ მიიღებდა. აი კითხვები, რომელიც ჯიმის გამუდმებით უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა. როგორ წარიმართებოდა ყოველივე ეს, არავინ იცოდა, მაგრამ რთული და დაძაბული რომ იქნებოდა, ეს ფაქტია. ჯიმი ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის. მოსკოვში კი გაიარა მსგავსი პროცესი, მაგრამ იქ მარტო არ ყოფილა. აქ კი მარტოს მოუწევდა დიდი თამაში. ჯიმი ღელავდა, მაგრამ უკან დასახევი გზაც არ იყო.
საბროკერო ოფისები დარბაზის ზედა სართულზე იყო განლაგებული. ის ოფისი, რომელზეც ჯიმის მიუთითე საკმაოდ მცირე მოცულობის აღმოჩნდა. 2 მაგი და რამდენიმე სკამი და 3 კომპიუტერი ისინი ჭიდროდ განეთავსებინათ, რომ იქ ყოფთ თავისუფლად უჭიდათ კიდეც მოძრაობა. ჯიმის მოღიმარი ახალგაზრდა მამაკაცი მიეგება. ძალიან სასიხაროა ჩემთვის, რომ ჩემი ბოსი დღეიდან ჯიმი ბრაზერი იქნება. მობრძანდით, მისტერ ჯიმი. კეთილი იყო თქვენი პირველი დღე ახალ ოფისში. მე დევიდ ლარსენი ვარ, თქვენი მოადგილე. ამ სიტყვებით დევიდმა გაუწებულ ჯიმის ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ჯიმი ბრაზერი, მექანიკურად წამოიძახა ჯიმიმ და ხელი ჩამოართვა უცნობ მამაკაცს. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა. ეს ახალგაზრდა მიმზიდველი ქალი იყო, რომელიც დაბნეულ ჯიმის თავიდან არ შეუმჩნევია. ლაურა ვიტსონი. მოხდენილად გაუწოდა ხელი ახალგაზრდა ქალმა. ჯიმი ბრაზერი, ისე გაიმეორა ჯიმი. ყველას გულიანად გაეცინა. თქვენ მიცნობთ საიდან? იკითხა ჯიმი. ჯიმი ბრაზერს ვინ არ იცნობს? 2 კვირის წინ მანჰეტენზე იტვილისში დავესწარი თქვენ ანსამბლის გამოსვლას. აღთომარგული დავჭი, ახტაწები წამოიძახა დევიდმა. მე კიდევ ფლორიდაში გნახეთ, გონი თქვენ სასტუმროში ცხოვრობდი. ძალიან კარგად მახსენდება იქ გატარებული დღეები, თქვა ლაურა. დედამიწა მართლა რა პატარა ყოფილა. რას ვიფიქრებდი, რომ აქ ის ხალხი დამხვდებოდა, ვინც თურმე მიცნობს კიდეც. თანაც გამოდის, მე თქვენი ბოსი უნდა ვიყო, გაეღიმა ჯიმის. ასე გამოდის, ერთად მოგიწევს მუშაობა, რატომაც დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა. გაეღიმა დევიდს და ჯიმის შედარებით დიდ მაგიდასთან მიუთითო, რომელზეც ნოუთბუქი იდო. აი ეს თქვენი ადგილია, მისტერ ბრაზერ. წინა ბოსი აქ მუშაობდა ხოლმე. ისე ვიწროდ კი ვართ. არა უშავ, შევეჩვევი. თანაც პრეტენზიული სურაც არ ვარ. მიუგო ჯიმი და მაგიდასთან მისცია საკმაოდ კომფორტული სავარძელი, რომელსაც საიდაც გინდოდა იქით შეატრიალებდი. ზუსტად საჩემოა, ერთ ადგილას დიდხანს არ მიყვას გაჩერება, მოიწონა ჯიმიმ სავარძელი. კარგი კია, მაგრამ საკმაოდ ძიმედაა იქ სავარძელი, ბევრი თავსატეხი მოახს, გაეპასუხა დევიდი. ჯიმი მაშინვე მიუხვდა დევიდს, თურისი თქმა უნდოდა ამით. შენ არ გაგჩენია სრული დევიდ, ამ სკარზე დამჯდარიყავი? გამოცდილად იკითხა ჯიმი. არ მინდა გული დავწყვიტო, მაგრამ მე რასაც უყურებ ამ ადგილზე იმხელა პასუხისმგებლობა აწვება ადამიანს, ჩემნაირი ამ ზეწოლას ნალგად ვერ გაუწევს. მიჩემნია რიგითი დავალებები შევასრულო, ვიდრე მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოვიდეს. დევიდი შეეცადა გულწრფელად გამოეთქვა თავისი მოსაზრება. და სიტურის რაში ხედავთ, რასაც ასე შეუშენიები ხართ, დაინტერესდა ჯიმი. ჩემზე არ ნაკლებ მოგეხსენება, გარიბებები ნიშნულად თანხებზე, რომლის მარტო გაგონებაც კი ცუდად გახდის კაცს. შენიშვნებზე პასუხის გაცემა, ნერვებზე თამაში, მიჩემნია თავი არ გავყო თოქში, დაიწყო დევიდმა. გამოდის პერსპექტივაში თვითმკვლელობა მელოდება, შეცვა ჯიმი. კარგი რა, დევიდ, შენ კუდღელივით შიშარა იყო ჯიმის რა ბრალია. ნუ მიაქცევ ამას ყურადღება, საშიში არაფერია. ყველნაირად გვერდი დაგიდგებით. კაცი ჯერ არ მოსულა და უკვა მაშინე. აქ ლაურა ჩაერია საუბარში და დევიდ შეუტია. ლაურა, მე მხოლოდ ჩემ თავზე ვლაპარაკობდი. ჯიმის კი არ ვაშინე. გააპროტესტა დევიდმა. ოდა ჯობია ბევრს ვლაპარაკობ, თვითონვე ნახავს და შეაფასებ მდგომარეობას. ყველაფერს მოევლება. ჯიმი დევიდს ყურადღებას მიაქცევ. ახლა ბარემ ისიც მითხარი, ყავას დალევ თუ ჩაის. ლაურამ მომხიბლელად გაიღიმა და ფეხზე წამოდგა. მადუღარა ჩართო წყლის ასადუღებლად. ჯიმი დამშვიდა. ლაურას კეთილგანწყობამ გუნება გამოუკეთა. დევიდი თავის საქმის პროფესიონალია. არ მგონია საფონდო ბიჟაზე ბევრი იყოს მასავით გონიერი და ალღოიანი. უმცირეს ნიუანსსაც კი გამოვაპარებ. ეგარი გადაწყვეტილების გამოტანისას უჭის პასუხისმგებლობის აღება. აქ უკვე ბოლო სიტყვა თქვენზე იქნება, ჯიმი, იმიტომაც ხართ ჩვენი ბოსი. დევიდი შიდა, მე კიდევ გარი ინფორმაციას მოვაზრდით. საქმის წარმოებაში ნორა დაგეხმარებათ. ნორა ჩვენი თანამშრომელია. ბავშვს საბავშვო ბაღში დატოვებს, მალე ისიც შემოგვიერთდება და გაგეცნობათ. ასე რომ, ნუ ღელად. ვიცი საქმის კარგად გაართმევ თავს. ლაურამ ამ ლაპარაკში ყავაც მოუმზადა ჯიმის და ფინჯანი მიაწოდა. ლაურასგან იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა, ჯიმიმ დაიფიქრა კიდეც, ამ ქალთან სიამოვნებით ვიმუშავებო და ღიმილით გადაუხადა მადლობა ფინჯანი ყავისთვის. ერთი ყლუფი მოსვა და ახლა ნახელავი შეუქო. ზუსტად ისეთი ყავა, მე რომ მიყვარსო.
საფონდო გარიგებებზე მიმართულებას ვინ იძლევა? იკითხა ჯიმი. დევიდმა და ლაურამ გაოცებით გადახედეს ერთმანეთს. როგორ თუ ვინ იძლევა? რა თქმა უნდა თქვენ, ლამის ერთმანეთს უპასუხეს. ჯიმი ენაზე იკმინა, მიხვდა სისულელი წამოროშა. სულ დაავიწყდა თუ რისთვის მოიყვანეს აქ. მაპატიეთ, მე მithქმა მინდოდა საფონდო ბიჟის ადმინისტრაციიდან სარეალიზაციო ობიექტების ყიდვა-გაყიდვის განლიგს ვინ აკონტროლებს მეთქი. ჯიმი შეეცადა ამ შეკითხვით უხეხური მდგომარეობიდან გამოსულიყო. მსგავსი ინფორმაციები კონფიდენციალურია, მაგრამ აუქციონის დაწყებამდე ერთ დღით ადრე სარეალიზაციო აქციათა ნუსხას დარბაზის მონიტორზე ათავსებენ, საიდანაც უმნიშვნელო დეტალსაც კი ვერავინ გამომაპარებს. სიამაყე წარმოთქვა დევიდმა. ძალიან კარგი, მაშინ იქნებ ისიც მითხრა, დღევანდელ აუქციონზე ჩვენთვის საინტერესო რომელ აქციებს გამოიტანე. დაინტერესდა ჯიმი. ნიუ-ჯერსი სანაოსნო პორტი ყიდის თავის აქციებს. მთელი საფონდო ბიჟა ამ აქციებზე იმუშავებს. ჩემი აზრით, ჩვენც რომ მივიღოთ მონაწილეობა, ცუდი არ იქნება, განმარტა დევიდმა. რა პერსპექტივა აქვს ამ აქციებს? იკითხა ჯიმი. ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტში სერიოზული დისკუსიები იმართება. ლაპარაკია ნიუ-იორკის პორტის დახურვაზე. წარმოიდგინეთ, ის გემები, რომლებიც ნიუ-იორკში მოემართებოდნენ, ნიუ-ჯერსში შევლენ. აი მაშინ კი მოემატებს ნიუ-ჯერსის სანაოსნო პორტის აქციების ფასები. საუბარში ლაურა ჩაერთო. როდის იქნება ეს? აღელდა ჯიმი. ეგ რომ ვიცოდეთ რა გვიჭის, გაიღიმა დევიდი. უნდა ვიყიდოთ აქციები? იკითხა ჯიმი და დაკვირვებით შეხედა დევიდს და ლაურას. აი სწორედ მაგაშია საქმე, ბოლო სიტყვა შენზეა, ჯიმი. ლაურას გაიღიმა. და თქვენ საკუთარი მოსაზრებებსაც კი არ მიმხეთ, მხოლოდ მე უნდა გადავწყვიტო, დაებნა ჯიმი. ეს ფაქტია. დევიდმა მხრები აიჩეცა და დაზინა. მე ვერაფერს ვიტყვი. კი, მაგრამ თქვენ მოსაზრებაც ხო რომ ვიცოდე, ამით რა დაშავდება? ვითომ? იკითხა ჯიმი. დევიდი და ლაურა ხმას არ იღებდნენ. აშკარა იყო რაღაცი თქმა უნდოდა და ვერ ბედავდნენ. ვიცი, რაღაც გაწუხებ და ვერ მეუბნებით. მე სიამოვნებით მოგისმენ და ჯიმი მართლაც სმენად იქცა. ლაურა შეიშმუშნა. მერე გამბედაობა მოიკრიბა და დაეწყო. ჯიმი, წინა ბოსმა რამდენჯერმე მართლაც მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი მოსაზრებიდან გამომდინარე. როცა ოპერაცია დადებითად დასრულდა, ხმაც არა უმოუღია. ერთი სამადლობელი სიტყვაც არ უთქვამს. მაგრამ წარუმატებლობისას ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალა და ლამის სამსახურიდან დაგვითხოვეს. ისეთი ინფორმაცია გადასცა შეფებს. ამიტომ გვიჩვენია მოვერიდოთ ჩვენს მოსაზრებათა გამოთქმას. მით უფრო რომ ეს არც გვევალება. ლაურას თვალი არ აურიდებია ჯიმი დაჟინებული მზერისთვის. ახლა კი ყველაფერი გასაგებია, ჩაილაპარაკა ჯიმიმ და კომპიუტერს მიუჯდა. მოულოდნელად კარი გაიღო და საშუალო სიმაღლით ჩასუქებული ახალგაზრდა ქალი ხმაურით შემოვარდა. ჯიმის დანახვისას ისე დაებნა, მისამნებაც კი დაავიწყდა. უხეხურად დადგა შუა ოთახში და აღარ იცოდა რა ეკნა. აი ნორას მოვიდა, ეს კი ჩვენი ბოსია. ნორა, ჯიმი ბრაზერი. ლაურა დაეხმარა დაბნეო ნორას. გამარჯობა, მისტერ ბრაზერი, მაპატიებთ რომ დავიგვიანე. მერწმუნეთ ასეთი რამ აღარ გამეორდება. ცოტა არ იყო შეშინებული ხმით გაიმართლა თავი ნორა. ჩაფიქრებულ ჯიმის ნორმალადაც არ შეუხედავს ახალ მოსულისთვის, მხოლოდ მის ბოლო სიტყვის მიაქცია ყურადღება. რა აღარ გამეორდება? იკითხა მან. დიახ, მეც აღარ დავიგვიანებ. წაიკნავლა ნორა. ჯიმი მხრები აიჩეჩა და გაკვირვებულმა შეხედა ნორას, რომელიც რაღაცის ახსნას აპირებდა, მაგრამ ნერვიულობისგან ვეღარ ახერხებდა. მისტერ ბრაზერ, ნორას ბავშვი გამო დააგვიანდა, ამბობს, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდება. დაზეპირებულივი წამოიძახა ლაურამ და ნაძალადებად გაუღიმა ბოს. გასაგებია, მაგრამ რა პრობლემაა? მეც არ ვიფიქრე, რაღაც ცუდი მოხდა მეთქი. არა უშოთ, ნორა. თავარია საქმე გაკეთო და დაგვიანებას ხანდახან როგორმე ავიტან. ოღონდ კარგი იქნება თუ გვეცოდინება, როდის მოხვალთ ხოლმე და ამას მხოლოდ ნორას გასაგონად არ ვამბობ. ასე რომ თქვენი ბოსი თავისუფალი ხედვის კაცია. საკუთარი თავის ამგვარმა შეფასებამ შეფიც გაამხიარულა და მისი ქვეშევრდომებით. როგორ დილის 9 საათზე აქან უნდა ვიყო? პირი დააღო ნორამ. იქნები მხოლოდ მაშინ, როცა საქმე დილის 9 საათზე მოსვლას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში მოხვათ მაშინ, როცა რამე გექნებათ გასაკეთებელი. ტყუილა აქ ყურყუთი და ყავის მასში გაწაფა არაფერს მოგვითანს. ისევ ღიმილი არ დაიშურა ჯიმი. ძველი ბოსი 9-დან 18 საათამდე აყოფნას ითხოვდა, უფრო თავის თავს შეახსენა ნორამ. და ლამის მთელი დღე ჭორაობდი და რა? არა, არცვლად ასე იყო. თავის გამართლებას სცადა ნორამ. ერთი სიტყვით, რაც იყო, იყო. ამიერად ჩვენ აქ უნდა ვიმუშაოთ და თან ძალიან მაგრად.
საფონდო ბირჟის ხასიათიდან გამომდინარე, მთელი ენერგია ვაჭრობისა და გარიგებების დროს უნდა დავხარჯოთ. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე კი, ასეთ დღეებში მთლიანად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. აი მაშინ კი ერთი წუთითაც ვერ დავაგვიანეთ ვერც მე და ვერც თქვენ. ამგვარი იქნება ჩვენი მუშაობის სტილი. ჯიმი წამოდგა, მაგიდებს შორის გაჭირვებით გაიარა, კართან მივიდა და დევიც გამოძახა. წავედი დარბაზში, მაჩვენე სად რა ხდება, რომ ვიცოდე, მერე ერთად სად უნდა ვიშოვოთ მილიონები. ჯიმიმ ნორას და ლაურას გადაუღიმა. დაუცადა, სანამ დევიდი ოთახიდან გამოვიდოდა და სწრაფადვე მიჰყვა უკან. ნახე ნორა, რა მაგარი ბოსი მოგვივიდა. ლაურა ახტაცებით მიეჭრა ნორას, რომელიც დაბნეული გაჰყურებდა კარს, საიდანაც ჯიმი და დევიდი გავიდნენ. რა ვიცი, ჯერ ვერ გარკვეულობა რა ხდება, მაგრამ მგონი მასთან მუშაობა არ უნდა გაგუჭირდეს. უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა გახარებული ნორა. საფონდო ბირჟის სავაჭრო გარიგებათა დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. დევიდი თითქმის ყველას იცნობდა და თითოეულ ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა. ჯიმი ყურადღება მიაქცია სპორტული აღნაგობის მამაკაცს, რომელიც მაგიდაზე ჩამორდარიყო და დევიდს თვალს არ აცილებდა. როცა მიუახლოვდნენ, მაგიდიდან სწრაფად ჩამოხვდა და გაბრწყინებული სახით მიეკიდება ახალ მოსულს. დევიდი, შენ მოსვლას ველოდი. ჰა, როგორ იყო იმ დღეს? მაგარ კონდიციაში გნახე. ჩიტუნების გარემოცვაში, ვაღიარებ მაგარი გემოვნება გაქვს. დევიდი შეცვა, არ უნდა ახალი ბოსის თვალში ვინმეს მის სისუსტეზე ელაპარაკა და შესაბამისად უგულისხმოდ მიიღო ამ სიტუაციას არც სასიამოვნოდ გათვლილი კომპლიმენტი, რომლის ავტორიც სულ მალე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ გამოუვიდა, თითქოს გამოფხიზდაო. ჯიმის გადახედა და მასაც თავაზიანად ჩამოართვა ხელი. პიტ, გაიცანი ჩემი ბოსი, ჯიმი ბრაზერი. დევიდმა ჯიმი თავის მეგობას წარუდგინა. უკაცრავად პიტერ ბრაუნი. პიტს მოულოდნელად უდარდელი გამომეტყველება სერიოზულად შეეცვალა. რაო პიტ, დღეს ვამარცხებთ ლომეს თუ არა? დევიდი შეეცადა, საქმიანი კაცის იმიჯი მიეღო. ვერაფერს გეტყვი, დევიდ, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა. პორტის პრობლემებს არანაირი რეაქცია არ მოუხდენიათ. ველოდებით სიგნალს. ჩემი ბოსებიც ელოდებიან. პიტიმ ამ სიტყვებით ჯიმის შეხედა. ჯიმი 2 წელიწადია ამ ბიჟაზე მუშაობს. პიტის გვერდით მიხდება ყოფნა, არც მისია ადგილი გამომეცვალა. მე და პიტი კონკურენტები კი ვართ, მაგრამ მეგობრობთ კიდეც. თითქოს თავს იმართებდა დევიდი. ძალიან კარგი, მეგობრობას რაჯობია. რომელ კომპანიას წარმოადგენ, პიტ? იკითხა ჯიმი. General Motors, უპასუხა პიტმა. ოჰო, მაგარია. აღთვალება ვერ დაფარა ჯიმი. რატო მანქანებში კარგად ერკვევი? რა თქმა უნდა, შეგეძლო ეგ არც გეკითხა. თავი მოიწონა პიტმა. დევიდ ბირჟაზე მითხრეს, რომ ბოში შეგეცვლია, მართალია? ამ სიტყვებით დევიდს მაღალი გამხდარი სათვალიანი მამაკაცი მიუახლოვდა. დევიდს ხმარ გაუცია, შეეტყო უხერხულ სიტუაციაში ამოყო თავი. რაენა გადაყლაპე, ვერ გავიგე, რატომ არ პასუხობ? გეკითხები, მართლა ახალი ბოსი ყავს? არ ცხრებოდა აყლაყუდა. დიახ, დევიდმა ძლივს გასცა პასუხი და თან ანიშნა გვერდით მიდგას. ო, უკაცრავად, ცუდად გამომივიდა, შეიშმოშდა ახალმოსული. ჯიმი ბრაზერი გაუღიმა ჯიმიმ და ახალმოსულმა სიხარულით ჩამოართვა ხელი. დევიდ, მე ოფისში დავბრუნდები, მოგვიანებით დაგიკავშირდები. ჯიმი ბროკერებს დაემშვიდობა და ნელი ნაბიჯით გაეშურა თავის სამუშაო ოთახისაკენ. დევიდ, შენი ბოსი ჯიმი ბრაზერია? გონი წინა კვირას პარლემის ამის კლუბში რო უკრავდა პოპულარულ ბენდთან ერთად, არა? იკითხა პიტმა. ხო, ზუსტად ის არის, უპასუხა დევიდმა. ო, ძალიან კარგი. თუ ბიჟაზეც ისე ითამაშე, როგორც ბენდში უკრავ გიტარაზე, წარმატებები გარდაუვალია. ბროკერება ერთმანეთს მრავალნიშნულად გადახედეს, მერე კი თავთავიან სამუშაო ადგილებს მიუსწყვნენ. ერთი კვირა ჯიმი ისე დადიოდა საფონდო ბიჟაზე, როგორც ბეჯითის სტუდენტი პირველ ლექციებზე. ყველაფერს აკვირდებოდა, თუ როგორ მიმდინარეობდა გარიგებები, რა ხდებოდა ამ დროს, ვინ როგორ იქცეოდა. მოსკოვის საფონდო ბიჟაზე მიღებული გამოცდილებაც უადვილებდა საქმის ვითარებაში გარკვევას, მაგრამ თავდაპირველად მაინც გაუჭირდა. ჯერ ერთი ნიუ-იორკის ფინანსურ მასშტაბი გაცილებით დიდია მოსკოვისაზე და გაცილებით მაღალ დონეზე დგას. ფულადი სახსრების ბრუნვაც მოსკოვისას ბევრად აღემატება. ჯიმისთვის განსაკუთრებით უჩვეულო აღმოჩნდა მიზერული განსხვავების აღქმა აქციათა საწყის და გასაყიდ ფასებს შორის. პროცესის დინამიკა და გადაწყვეტილებათა მიღების სისწრაფე.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სწრაფმა და თავბრუდამხვევმა მექანიზმმა ჯიმი ერთიანად ააფორიაკა. მოსკოვში გარიგებათა დროს გამოიკვეთებოდა რომელიმე კომპანია, რომელიც საკუთარ ინტერესს გამოანჟღავნებდა და ვა-ბანკზე მიდიოდა, რათა ბოლომდე მიეყვანა საქმე. ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის მიზნის ამოცნობა რთული არ იყო. აქ კიდევ იმდენი კომპანია და ფინანსური ორგანიზაცია დაეჯახებოდა ხოლმე ერთმანეთს, რომ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდი. გადაწყვეტილებებსაც ისე ცვლიდნენ საბროკერო ფირმათა ხელმძღვანელები, რომ ჯობდა რულეტკა გეთამაშა და გაგორებული კამათლის იმედზე გევლა. ამგვარმა გაურკვევლობამ საკმაოდ გააღიზიანა ჯიმი. რულეტკის პრინციპზე ასეთი დიდი თანხების ბედს, რაც აქ ტრიალებდა, ჯიმი სასწორზე ვერ შეაგდებდა. მით უმეტეს, რომ ეს თანხები მისი საკუთრება არ იყო. პასუხისმგებლობა კი თავიდან ბოლომდე მას ეკისრებოდა. ბუნებრივია, ამ დავითარებაში ჯიმის შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა და ამიტომაც ლამის სასოწარკვეთამდე მივიდა. მოსკოვში გარიგებათა პროცესზე უჩა იყო პასუხისმგებელი. უჩა უძღვებოდა მთელ ამ თავის ტკივილს. ჯიმი კი მხოლოდ ტექნიკურ მხარეს აგვარებდა სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. უჩა მიმართულებას უსახავდა და ჯიმიც კეთილსინდისიერად ასრულებდა. ჯიმის არ ეგონა თუ იმაზე ფიქრი მოუწევდა ვაი თუ საქმეს ვერ წარუძღვებიო, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად გამბედაობა აკდა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთადერთი უჩა თუ გამოიყვანდა ამ მდგომარეობიდან, ან და თავი უნდა დაენებებინა ყველაფრისთვის, ამას კი ჯიმი არაფრით დაუშვებდა. უჩა უნდა ჩამოსულიყო ამერიკაში, სხვა გზა არ იყო, ამას კი დრო სჭირდებოდა. მიუხედავად რთული სიტუაციისა, ჯიმის არაფერში დასწყობია, რომ საფონდო ბირჟაზე თავს უხერხულად გრძნობდა. პირიქით, მუშაობის დაწყების კვირის თავზე მან საკუთარ თავზე აიღო გადაწყვეტილება და მიღება და საბირჟო პროცესებში აქტიურად ჩაერთო. დევიდის პროფესიონალიზმი, ლაურასა და ნორას მაღალი პასუხისმგებლობა და მთელი ჯგუფის გამოცდილება მუშაობის დახვეწილი სტილით შვენი პირობებს იძლეოდა საამისოდ, რომ შეფს შვიდად ემუშავა. არც მის გადაწყვეტილებებში ერეოდა ჯგუფის რომელიმე წევრი უხეშად. მორიდებით თუ მოიაწყვენდნენ თავიანთ შენიშვნებსა და ვარიანტებს, რომელთაც ჯიმი უყურადღებოდ არასოდეს ტოვებდა. თვის ბოლოს კი მიღწეული შედეგებით წარდგებოდა კორპორაციის წინაშე. მოგება მართალია მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ კორპორაცია სტაბილურად მიიწევდა წინ. ჯიმის განსაცდელობას ის იწვევდა, რომ მის მუშაობას არც დადებითად აფასებდნენ და არც ურაყოფითად. თითქოს უშველებენ საამქროში ერთი რომელიმე დანადგარის ფუნქციას ასრულებდა და მის ფუნქციასაც შეუფერხებელი განუწყვეტელი მუშაობა წარმოადგენდა. რამდენჯერმე საფონდო ბირჟაზე საინტერესო სარისკო პროცესები განვითარდა. გაბედულ რისკიან ქმედებებს შეიძლება დიდი თანხის მოგების საშუალება შეექმნა. ბუნებრივია, რისკი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხასთან იყო დაკავშირებული. ჯიმი მიმართა კორპორაციის ხელმძღვანელობას, მაგრამ მის წინადადებაზე დადებითი პასუხს არავინ იძლეოდა. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყურადღების ღირსედაც არ მიიჩნევდნენ. იმედი არ დაუკარგავს ჯიმის და აქტიურობა არ შეუნელებია, თუმცა სასურველი შედეგი არ ჩანდა. ბოლოს ისე გაღიზიანდა სიარულზე და მოძრაობაშიც ეტყობოდა დაძაბულობა. საუბარშიც არაეგზის გამოთქვა უკმაყოფილება. იმის შესახებ, რომ უფროსობა მის მომგებიან წინადადებებს ყურადღებას არ აღწევს და მის გადაწყვეტილებებს ანგარიშს არ უწევს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისტერ კელის და ერთი საღამოსაც შინ დაიბარა უჩა ქვეშევრდომი. ჯიმი დანიშნულ დროს გამოცხადდა მისტერ კელისთან. მისაღებში გაბრწყინებული სახით მიეგება კატრინ. გოგონას ერთ თვეზე მეტი არ ენახა ჯიმი და აღარ იცოდა სიხარულით როგორ გამოეხატა. ამ დღეს რას მუშაობ, რომ სულ აღარ გახსოვან, უსაყვედურა კატრინმა ჯიმის ლოყაზეც აყოცა. ხელი ჩასჭიდა და თავის ოთახისკენ წაუძღვა. როგორ არ მახსოვხარ, კატრინ, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვარ. ახალი სამუშაო და ხომ იცი ძნელია ახალ გარემოსთან შეგვიება და თითქმის მთელი დღეები დაკავებული ვარ თავის განმარტებას სცადა ჯიმი. დაიწყე არა შენებურად თავის მართლება. წამოდი იცი, რამდენი ახალი ამბავი მაქვს მოსაყული, დავიჯერო არ გენატრები. კატრინ. მისის ნორას სიმა ხმამ კატრინი და ჯიმი თითქოს გამოაფხიზდა. გოგონამ ცივად გაუშვა ხელი ჯიმის და დედას დამთხალი თვალებივით დახედა. კატრინ, ბაბუა შეხვედრა აქვს დანიშნულ ჯიმისთან. შენ კი უამრავი სამეცადინო გაქვს. სახე გაქვეებოდა მისის ნორას. გამარჯობათ, მისის ნორა, მოგზაურობით მიესალმა ჯიმი.
გამარჯობა, მისტერ კელი თავის კაბინეტში გელოდებათ. ოფიციალური ტონით მიესალმა ნორა ჯიმის და იქით ანიშნა, საიდანაც მისტერ კელის კაბინეტი იყო. არა, ამ ქალისას ვერაფერი გაიგებ. ცოტა ხნის წინ თითქოს გამოიცვალა. ჯიმისადმი ყურადღებიანი გახდა, მაგრამ რადგინდა, დღეს ისე ყინულივი ცივია. არა და იმ ინციდენტის შემდეგ მისი ქმარი რომ ლამის სიკვდილს გადააჩინა ჯიმიმ, ისე იქცეოდა, თითქოს ჯიმიზე ახლობელი არავინ ჰყავდა. ახლა კი დედა, ეს ხომ ჯიმია, ამოგივიდა. გაბრძოლება სცადა კატრინმა. არ ჭირდება შენი შეხსენება, უშენოდაც ვიცი, ვინც არის. არ დათმო ნორა. მამის კაბინეტისკენ წავიდა და თან ჯიმის ანიშნა, უკან მიხოლოდა. აღელვებულმა კატრინმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ცრემლი ვერ შეიკავა და თავისი ოთახისკენ გაიცა. ჯიმი, თქვენ აქ სერიოზულ საქმეებზე ხართ მოსული? მისტერ კელის კი ყოველი წუთი გათვლილი აქვს. ასეთი მკაცრი და სერიოზული ნორა ჯიმის სხვა დროს არც ენახა. თუ შეიძლება რამდენიმე წუთი კატრინთან შეევალ, გონი ტიროდა კიდეც, დავამშვიდებ, წინააღმდება გაწევას სცადა ჯიმი. კატრინს მე მივხედავ, თქვენ კი მისტერ კელი გელოდებათ, გონი გავიწყდება ვისთან გაქვთ საქმე. ისეთი გაღიზიანებული ჩანდა ნორა. ჯიმიმ გაიფიქრა, დღეს მანიაკივით იქცევა, საცოდავი კატრინი ამის ხელშიო. მისტერ კელის კაბინეტში შესულმა ჯიმიმ შვებით ამოისუნთქა, რომ თავის გვერდით მისის ნორას არ ხედავდა. თითქოს ზურგიდან უშაშულო სიმძიმე მოიხსნესო. ისე იგრძნო თავი. ლამის ოაზისად მოეჩვენა მისტერ კელის კაბინეტი, თუმცა არც ის იცოდა, რა მოილოდა იქ. თუმცა ჯიმი ამაზე სულაც აღარ დარდობდა. მთავარი იყო, რომ მისის ნორას მცირე ხნით მაინც არ დაინახავდა. სწრაფლა მეტი ნდობის მოსაპოვებლად. ნახევრად ჩაბნელებულ უზარმაზარ ოთახში მისტერ კელი მდიდრულ დივანზე მოკალათებულიყო და მის მოპირდაპირე ჯდომ შავ ფრაქში გამოწყობილ ორ მამაკაცს ესაუბრებოდა. მაგიდაზე ქვეყნის რუკა გაეშალათ და რაღაც აღნიშვნებს აკეთებდნენ. ჯიმის შემოსვლისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ მის მისამნებაზე თავები ასწიეს და თვითდაჯერებული სახეებით შეათვალიერეს ახალ მოსული. ბატონებო, ჯიმი ბრაზელი თქვენს წინაშია, დაიწყო მისტერ კელი. თან მიუტი და ჯიმის მათ გვერდით დამждარიყო. ჯიმიმ თავი დაუკრა მადლობის ნიშნად და დივანზე მოთავსდა. უცხო მამაკაცები ჯიმის აკვირდებოდნენ. ჯიმიმაც ყურადღებით შეათვალიერა ორივე. მართალია მათ არ იცნობდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც შეხვედროდა. ჯიმი იმასაც მიხვდა, რომ ეს მამაკაცები რიგითი პერსონები როდი იყვნენ, არამედ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები და შესაბამისად საკმაოდ გავლენიანებიც. ამას ისიც ადასტურებდა, რომ მისტერ კელი აღელვებული ჩანდა და თანაც სტუმრებს მოწიწებით შესქეროდა. ძალიან კარგი, მე ბარონი ვოტსი გახლავართ, გრაფი კონტიც თქვენ წინაშია. დაიწყო ლაპარაკი ერთ-ერთმა ფრაკიანმა. თავი ოდნავ დახარა და გვერდით ჯდომ მამაკაცზე მიანიშნა. ჯიმიმ თავაზიანად გაიღიმა, რაც იმას ნიშნავდა, მზად ვარ მოგისმინოთო. როგორ მიდის საქმეები, მისტერ ბრაზე? რა ხდება საფონდო ბიჟაზე? პირდაპირ საქმიანი ტონით მიმართა გრაფ კონტიმ. ფიქრობ ნორმალურად, საქმე თანდათან წინ მიიწევს. ჯიმიმ მისტერ კელის გადახედა. ჯიმი, ბარონი ვოტსი და გრაფი კონტი საზოგადოების ფინანსურ მხარეს განაგებენ. ისინი სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული ჩვენი საქმიანობის თითოეული დეტალის შესახებ. ამჯერად აინტერესებთ, რა ხდება შენ ოფისში, განუმარტა კელი. მოკლედ აგეხსნი, ჯიმი. შენ დადებითად გახასიათებენ. ჩანს მუშაობა შეგიძლია, მაგრამ აშკარად რაღაც გაწუხებთ. უკმაყოფილებას გამოხატავთ. გვაინტერესებს რა ხდება. ბარონმა ვოტსმა გამჭორი მზერი მიაპყრო ჯიმის. ჯიმი შეიშმოშნა. გაახსენდა ბავშვობაში პირველად რომ მოხდა პოლიციის განყოფილებაში. ოფიცერი როგორც ცდილობდა, ზეწოლით მიიღო სრულყოფილი პასუხი იმ კითხვაზე, რაც მას აინტერესებდა. ჯიმი პასუხობდა, მაგრამ ოფიცერს არ აკმაყოფილებდა ეს პასუხი და სულ უფრო მკაცრად ამკაცრებდა ტონს, რათა მოზარდი შეეშინებინა. ამჯერად შიშმა არა, მაგრამ გამოუცნობმა, უშუალო განცდამ შეიპყრო ჯიმი. აშკარა იყო, ეს ფრაკიანი მამაკაცები რაღაცას უმზადებდნენ, ოღონდ რას ვერაფრით გამოეცნო. ვერ გავიგე, რას გულისხმობთ.
გაუწონასწორებელი ტონით იკითხა ჯიმიმ. გრაფ კონტის გაეღიმა, თვალები უელავდა, რაღაც დაფარული ენერგია მოდიოდა მისგან. რატომ ღელავ, ჯიმი ბრაზე, დამშვიდი. საუბარში ჩაერია კონტი. არა, არ ვღელავ, მექანიკურად უპასუხა ჯიმიმ, მაგრამ თვითონაც ჩვენივრად ხდებოდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამგვარი დისკომფორტი კარგა ხანია არ განუცდია და ერთი სული ჰქონდა აქედან გაქცეულიყო. ჩვენი საზოგადოებისადმი უკმაყოფილება გამოგიხატავს. ფინანსურად ხელს არ მიწყობენ, თორემ მაგარ საქმეებს დავატრიალებო. მართალია? იკითხა ბარონმა. ჯიმი დამშვიდა, მიხვდა რომ შეფების აგენტები მაღალ დონეზე მუშაობდნენ, რომის ოფისში კედლებსაც ესმოდათ მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა. თუმცა მაინდა-მაინც არ განუცდია ეს ამბავი. ახლა უკვე კარგად იცოდა, რაზე უნდა ელაპარაკა და თვითონაც რომ არ მოილოდა, ისეთი სიმშვიდე დაეუფლა. მაპატიეთ, თავი და ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდით. ახლავე მოგახსენებთ, სასაუბროდ გაემზადა ჯიმი და წამიერად შეყონდა. დალაგებულად რომ მოეწოდებინა ბოსებისთვის თავისი ჩანაფიქრი. კიდევ ღელა, იკითხა კონტიმ. ჯიმიმ გაიკივლა, თან გაიფიქრა, რას ჩამაცივდა ეს კაციო. რაზე მეტყობა? შენ უფრო არ იცი? გაიღიმა კონტიმ. ჯიმის თერცხეულში გაცრა. კონტის დროდადრო თვალები ახტაცებით აენთებოდა. აშკარა იყო, რაღაც სერიოზული მომგებიანი იდეა ჰქონდა, რასთანაც ჯიმიც იყო დაკავშირებული. ამიტომაც იყო ჯიმიმ ისევ და ისევ მოჩვენებითი სიმშვიდით დაიწყო განმარტება. მოგეხსენეთ, საფონდო ბირჟაზე ყოველდღე უამრავი საინტერესო პროცესი ხდება და მშვენივრად შეიძლება ამით სარგებლობა. ოციმ ჯიმის ლაპარაკი შეაწყვეტინა. ეგ ჩვენს კარგად ვიცით, ამგვარი რამ არ გვესწავლება. საფონდო ბირჟა რომ ფული საშინელად არის მოგონილი, ესეც ნაღდი ამბავია. გაიღიმა ოცი. შენის გითხარი, შენ რით არ მოგწონს ჩვენთან მუშაობა, გაგვიმხილე შენი უკმაყოფილების მიზეზი. ჯიმი ახლა კი მთლად აერია და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. როდესაც ამა თუ იმ ჩემი აზრით მომგებიანი ოპერაციისთვის განსაზღვრულ თანხას ვითხოვ, არასდროს არ მაძლევენ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. მე რამდენია საჭირო, შენ საიდან იცი, იქნებ უსასრულოდ ბევრი მოითხოვო. მისტერ ვოცმა ისევ გაიღიმა და კოლებებს გადახედა. ჯიმი ამ ღიმის წონასწორობიდან გამოჰყავდა. ბრუკლინში რომ ყოფილიყო, გვარიანად შეახურებდა ამგვარი ტონით მოსაუბრეებს, მაგრამ აქ ემოციათა გამოხატვის ადგილი ნამდვილად არ იყო, თუმცა კი ბოლომდე ვერ შეძლო თავის მოთოქვა. მერწმუნეთ, როცა ახალ საქმეს ვიწყებ, ზერელეთ არ ვკიდებ ხელს. გათვლილი მაქვს ჩემი ყოველი მოქმედება, თითოეული უმნიშვნელო დეტალიც კი. აქედან გამომდინარე, ჩემი კომპანიონებისგანაც ვითხოვ სრულ მობილიზებას. ჩემდამი უფრო სწორად საქმისადმი აგდებული მიდგომა ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჯიმი უკვე თავის ამპლუაში იყო, გრძნობდა, მართას ამბობდა და ახლა არავის და არაფრის ეშინოდა. სამაგიეროდ მისი წეღამდელი დაძაბულობა ახლა მისტერ კელის გადასდებოდა, რომელიც გაუგნებული შესქეროდა ახალ კომპანიონს. ჯიმისგან ამგვარი სითამამე ვერც კი წარმოედგინა გამოცდილ ბოსს. მართალია, საფონდო ბირჟა საკმაოდ არასტაბილური ადგილია და შესაბამისად პროგნოზებიც 1000 გვარი, მაგრამ გააზრებული ლოგიკა და საქმიანი გათვლები თავისას აკეთებს. მთავარია ალღუ-აუღუ სიტუაცია და ყურადღება არ მოადუნო. ამას კი დიდი ენერგია, მეტიც არაადამიანური რესურსის ესაჭიროება. მე ეს ენერგია არ მაკლია და მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო. უბრალოდ მინდა საზოგადოებას ესმოდეს ჩემი. მე კი მისი მხარდაჭერის იმედი მქონდეს, პირდაპირი გაგებით. ეს მხარდაჭერა მოგეხსენებათ, ფინანსების შეუფერხებელ მოწოდებას ნიშნავს ყოველგვარი ორჭოფობისა და გაღიზიანების გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ წარმატება გარდაუვალი იქნება, შედეგსაც მალე იხილავთ. ჯიმიმ ემოციური გამოსვლა ამგვარად დაასრულა. ამ სიტყვაში მთელი ენერგია ჩააქსოვა. ახლა კი დამშვიდებული იდგა და ბოსების განაჩენს მოელოდა. ბოსებმა ერთმანეთს მრავალნიშნულად გადახედეს. ჩვენი საზოგადოება რომად დაგიდგეს გვერდით, ჯიმი რას იზამ, გააგრძელებს საფონდო ბირჟაზე საქმიანობას, იკითხა ვოცი. მის ლაპარაკში ამჯერად უყურე თანაგზნობა ჩანდა. გამიჭირდებოდა, შეიძლება კი მებრძოლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
ჩემს მცდელობას აზრი არ ექნებოდა. ამგვარ საქმეს მხოლოდ ენერგია არ ყოფნის. დიდი ფულია საჭირო და რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილი მხარდაჭერა. არა, მოიმისოთ ბუნებრივია გამიჭირდება და საქმიანობასაც ალბათ სულ მალე შევწყვეტ. შვიდად ლაპარაკობდა ჯიმი. როგორ ფიქრობ, ჯიმი, ჩვენ ზუსტად ის ხალხი ვართ, ვინც გვერდით დაგიდგება? საუბარში გრაფიკ კონტი ჩაერია. ჯიმი დაფიქრდა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ის ჯერ მზად არ იყო. მისი განწყობა დანარჩენებსაც გადასდებოდა. პრაგმატულად თუ ვიფიქრეთ, მე თუ მოგებას გთავაზობთ, წესით გვერდით უნდა დამიდგეთ, განაგრძო ჯიმი. კარგი, თქვათ ამოგიდეკით მხარში, მოგეცით ფული, იმდენი რამდენსაც მოითხოვ და საქმე არ გამოვიდა. ამ შემთხვევაში წაგებულ თანხაზე პასუხს ვინ აგებს? კონტიმ ისევ გაიღიმა, ოღონდ ამჯერად აშკარად ცინიზმით. ჯიმი სადაცაა იფეთქებდა, მაგრამ მაინც თავშეკავება არჩია. ადგილი შეიცვალა, მაგიდასთან ისე დადგა, რომ სამივე ბოსს კარგად დაენახა და დაიწყო. ბატონებო, მე რომ დიდი ფული მქონოდა, თქვენთან არც მოვიდოდი. მე მზად ვარ გაანალიზებული და 1000 გზით გათვლილი იდეა მოკაწოდოთ, რომელსაც მოგება უნდა მოიტანოს. რისკებსა და ქმედებათა პასუხისმგებლობებს არ გაურბივარ. უბრალოდ წაგების შემთხვევაში თქვენ მიერ ჩადებულ ფულს მაშინვე ვერ დაგიბრუნებ. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკუთარი ფული ფიზიკურად არ გამაჩნია. ერთადერთი დანაკარგს მაშინ ავანაზღაურებ თუ დროს და შესაბამისად ახალ სახსრებს მომცემ, რათა მომდევნო ოპერაციებში მივიღო მონაწილეობა. ჯიმის აზარტულმა და დამაჯერებელმა მსჯელობამ ბოსები გამოაცოცხლა. როგორ ფიქრობ, ჯიმი, ამ საქმეში ანალიზი საკმარისია? იკითხა კონტი. დიახ, უბრალოდ ყველაფერი კარგად უნდა გაითვალოს. თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული ჩანდა ჯიმი. ბოსებმა ერთმანეთს ისე მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს, მერე კი კონტიმ მთელი სერიოზულობით განუცხადა ჯიმის. კარგი ჯიმი, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამით დავასრულოთ. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა. შენს წინადადებაზე სერიოზულად ვიმსჯელებ და მისტერ კელი დაგიკავშირდება. აბა კარგად, შეხვედრამდე. ბარონი კონტი წამოდგა, დანარჩენებიც ასე მოიხსნეს. კონტიმ გამომშვიდობების ნიშნად ოდნავ დახარა თავი. ჯიმიმ ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ იგრძნო ეს უადგილე ექნებოდა. მანაც თავი დაუკრა ბოსებს გამომშვიდობების ნიშნად და მშვიდად დაიძრა კარისკენ. ჯიმი უხილავად გრძნობდა მათ დაჟინებულ მზერას, მაგრამ არ მოტრიალებულა, თუმცა კი მღერვალება გამოხვა მათგან. ოთახიდან გამოსულ ჯიმის ფოიეში მისის ნორა და მისტერ ალექსი შეეფეთნენ. მისის ნორა ძველებურად საყვედურობდა ქმარს. საშა კი როგორც ყოველთვის წყნარად იდგა და უსმენდა. უფრო სწორედ არ უსმენდა. ცოლის ასე ნაცნობ მორიგ ტირადას. ჯიმის დანახვისას სახე გაუწყინა და მისკენ დაიძრა. ჯიმის გაუმარჯოს, სადაეკარგე, საშამ ენერგიულად ჩამოართვა ხელი. სასას გაუმარჯოს, ფიქში ჩაფრულმა უგულოდ უპასუხა ჯიმი. სადაეკარგე ჯიმი, ასე უნდა მეგუბრის დავიწყება, მიუხედავად ცოლის ბუზღუნისა, გახალისებული ჩანდა შაშა. როგორ გითხრა, საშა, მუშაობ, საქმიანი კაცი გავხდი, გაიღიმა ჯიმი. მესმის შენი, მაგრამ ას მეგობრების დავიწყება ვარგა. საშა მისაღები ოთახისკენ ანიშნა, შევიდეთო. შენ როგორ ხარ, საშა? შენი ამბავის დაინტერესებს, უფრო ცდილობისთვის იკითხა ჯიმი. ვარ რა, როგორ იქნები ჩემი ცოლის ხეში, არ იცი? საშამ თვალი ჩაუკრა, ისე რომ მისის ნორას არ შეემჩნია. ჯიმიმ ნორას გადახედა, რომელიც ყურადღებით იცქირებოდა მათკენ და ცდილობდა არაფერი გამოხპარვოდა. რას მიირთმევ, ჯიმი? ყავას თუ ჩაის? მე კი ვიცი, რამე მაგარი გირჩენია, მაგრამ თუმცა ნახოთ. საშამ ჯიმი მაგიდასთან დასვა, თვითონ კი ტელეფონს დასვდა და სამზარეულოში დარეკა, მოქმედეთო. საყოველო, შენთვის რა მოვატანინო, ხომ შემოგვიერთდები? საშამ სალყბად კითხა ცოლს, მას კი უკვე ეტყობოდა, იბოღმებოდა და სადაცაა მორიგ ისტერიკას აუტეხდა ქმარს. მე არაფერი მინდა, დაკავებული ვარ, პასუხა ნორა. ძალიან კარგი, საქმეს მიხედე. მე და ჯიმი ცოტას გავერთობით. ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა. საშას ამგვარმა ახთოვანებამ მისის ნორაზე რეაქტიულად იმოქმედა. სიბრაზისგან თვალები გაუფართოვდა და გამომწვევად დაუდგა ქმარს წინ. ახლა კი დაიწყება სანახაობა. გაიფიქრა ჯიმიმ და ინანა, რომ საშას ამ ოთახში შემოხვა.
თუმცა არა, საშა, ეს საქმე მე კი არა, შენ გეხება. მე კი სულაც არ ვარ ვარდებული. შენ მაგრივად ვაკეთო ყველაფერი. ამჯერად სანახაობა უხმაუროთ, მაგრამ დამანგრევლად მიმდინარეობდა. კარგი რა, ნორა, მე მივხედავ, ხომ იცი საჩქარო არაფერია, უპასუხა საშამ. თუმცა კი გაუბედავად. ჩანდა ცოლის გაღიზიანებას ერიდებოდა. ყოველ შემთხვევაში ჯიმის თანდასწრებით მაინც. მიხედავ არა, მე ვიცი როგორ მიხედავ. გამოსაბრძოლებლად ემზადები, აბა. ახლა ადექი და გამომყევი. საღამომდე უნდა მორჩეს ყველაფერი. არ მორჩება და შენ ვერ გადამირჩები. ხვალვე გიკრავ თავს იმ შენ დიდ რუსეთში. აბა ადექი და წავედით. ნორა თანდათან უბრუნდებოდა თავის ჩოულ მდგომარეობას. გაავებული აფთას დამსგავსებოდა. ნორა დამშვიდე, ჩვენ ხო მარტონი არ ვართ. გაიბრძოლა საშა. არ მაინტერესებს, ადექი და წამოდი. ნორა უკვე ყვირიზე გადავიდა. საშამ ჯიმის გადახედა, რომელიც შეურაცხყოფილი წამოდგა და გასასვლელისკენ უსიტყვოდ გაემართა. შენ კიდევ ჯიმი ბრაზენ, მისთვისაც მოიცალა ნორამ. კეთილი ინებე და პასუხისმგებლობით მოეკიდე დაკისრებულ მოვალეობას. მისტერ კელის რატომ უნდა შეექმნა შენ გამო პრობლემა? ახლა ჯიმის მივარდა გაცოფებული ნორა. ჯიმი მოულოდნელი თავდასხმისგან გაქვავდა. შეპასუხება დააპირა, მაგრამ ვინ დააცადა? არაფერი თქვა, ჩვენი ოჯახი შენგან შენიშვნას ნამდვილად არ მიიმსახურებს. კარგად დაფიქრდი, ჯიმი ბრაზე. აფორექებულმა ნორამ ზურგი შეაქცია სტუმარს და ქმართან ერთად გავიდა ოთახიდან. პირდაღებული ჯიმი ერთხელ შუა ოთახში იდგა, მერე თითქოს მიხვდა, აქ ზედმეტი ვარო და ლასლასით დატოვა იქაურობა. არა, ნამდვილად რაღაც ხდებოდა, მის წინააღმდეგ ნამდვილი შეთქმულება მზადდებოდა. ჯიმი ყველაფერში კარგად უნდა გარკვეულიყო. დედის წინაგრძნობა. ლიზიმ ფრთხილად შემოაღო კარიდან, მისაღებ ოთახში შემოვიდა. როდი ტელევიზორს კი უყურებდა, მაგრამ მეუღლის უხასიათობა არ გამოხპარვია. ლიზი ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა. ისევ როდთან დაბრუნდა და ტელევიზორის ეკრანს უაზროდ შეასქერდა. მერე ისევ ფანჯარასთან მივიდა. აბა ახლა მითხარი, რატომ ხარ ასე? მოხდა რამე, ვერ მოითმინა როდმა. ლიზის ერთხელს არაფერი უთქვამს, მერე ქმარს გვერდით მიუჯდა, ხელი ხელში ჩაუდო და ლამის ჩუჩური დაიწყო. როდ? ახლა არ მითხრა, აზვიადებო. მე ძალიან მაღელვებს ჯიმი. როგორ ფიქრობ? რომ გეთქვა არ მაღელვებსო, დაგიჯერებდი? გაეცინა როდის. შენ ყველაფერს იოლად უყურებ. ხომ იცი ცხოვრება ათვლად ისია აწყობილი, ჩვენ რომ გვინდა. ახალი ამბავი, მაგას გიჩვენია ის მითხრა. რა ამბავია მის თავს, ამჯერად რამ შეგაშფოთა. ეს ორი დღეა ჯიმი ოთახში რომ შეიკეტა, გარეთ აღარ გამოდის. არც ჭამს, მარტო ყავას სვამს და ეგ არის. ლიზი საცუდავის სახით მიაჩერდა ქმარს. შემე გამაგიჟებ, ლიზი. როცა ჯიმი მთელი დღეები და ზოგჯერ ღამეებიც გარეთაა, ერთ ამბავს ტეხავ. ახლა სახშია და რატომაა სახშიო? შენიც ვერაფერი გავიგე, შეწუხდა როდი. იცი რა როდ? როგორ ჩანს ჩვენ შვილს რაღაც უჭირს. შენ კი მამა ხარ და გვერდით უნდა ამოუდო. ეტყობა რაღაც პრობლემები აქვს და ახლა სამსახურში. დავიჯერო, ვერაფერს ამჩნევ, ბრაზობდა ლიზი. ლიზი, ჯიმი უკვე სრულწლოვანი მამაკაცია და თუ საჭირო იქნება, თვითონ გვეტყვის. რა უჭირს? გაღიზიანდა როდი. როცა გვეტყვის, მაშინ უკვე გვიან იქნება. შენ როგორც მამა, მის ტკივილს უნდა გზნობდე და ეხმარებოდე, რამდენადაც შეგიძლია, არ ცხრებოდა ლიზი. გიმეორებ, ჯიმი ბავში აღარ არის, კაცია უკვე, წამოიძახა გაბეზრებულმა როდმა. წადი, შედი მის ოთახში, იქნებ შენ გაგემხილოს რა სჭირს, კაცი კაცს უფრო გაუგებს, ხომ იცი? მოლბა ლიზი და ახლა ტკბილი სიტყვით სცადა ქმრის მორჯულება. ეხ ლიზი, შენ ხომ ვერაფერს შეგასმენს კაცი. გეუბნები, ბავში არ არის მეთქი და არ გჯერა? მე კი მჯერა ჩემი შვილის. მიხედავს თავის თავს, რა საჭიროა ყოველ წვიმაში ჩვენი ჩარევა. ვერ გამიგია, საგონებელში ჩავარდა როდი. დედას არაფერი გამოეპარება როდ. გული მიგზნობს რაღაცაზე ძალიან ნერვიურობს. იქნებ ურჩიო რამე. ბოროს და ბოროს პირდაპირ დაუსვი საკითხი. მამა ვარ და უფლება მაქვს ვიცოდე რამ შეცვალა ჩემი შვილი თქო. ადექი ახლა და მიდი ჯიმისთან, თორემ ხომ იცი ჩემი ამბავი, ძალიან ცუდად გზნობ თავს. როცა ვიცი რომ ჩემს რომელიმე შვილს რამე უჭირს, მიდი, როდი, შენი იმედი მაქვს. ლიზი ისეთი შესაბრალი სიმღერის შეჰყურებდა ქმარს, რომ როდიმაც ვერ გაუძლო მის მუდარას და დამძიმებული გავიდა ოთახიდან. ჯიმი კომპიუტერს ჩასკრიკიტებდა და კარზე ფრთხილი კაკუნი არც გაუგია.
როც შეეშინდა შვილი რომ არ გამოეხმაურა და ლამის მთელი ძალი დააკაკონა. ჯიმიმ კაკონი ხმა კი გაიგონა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, თუ რა გამეტებით აკაკონებდნენ. დედა არ იქნებაო, გაიფიქრა, იმიტომ რომ ლიზი თითქმის ყოველთვის უცერემონიოდ შედიოდა შვილის ოთახში. მამა მასთან თითქმის არ შედიოდა და გაუკვირდა, ვინ უნდა იყოსო. თავაზიანად გაძახა, მობძანდითო და მამამ შერჩა ხელთ. მამა, შენ ხარ, შემოდი, გაუხარდა ჯიმის. საქმე დატვირთული ბოლო დროს თითქმის ვერ ხედავდა მამას და ახლა მიხვდა, რომ მასთან ყოფნა მონატრებოდა. წამოდგა და თბილად მოეხვია, როც ლამის გული აუჩუხდა, ძალიან ძნობიარე მამა იყო. ჯიმი დააპირა როდმა რაღაცის თქმა, მაგრამ ვეღარ გააგზელა. რა იყო მამა, თქვი რა გაწუხებ, ძალიან გთხოვ, არ მომერიდო. ჯიმი მაშინვე მიუხვდა მამას, რომ საქმე თლად კარგად ვერ იყო. ხომ იცი ჯიმი, ჩემი ამბავი, არ მიყვა შენ საქმეში ჩარევა, მაგრამ შემჭამა დედაშემა, ვერ მოისვენა. გინდა თუ არა ჯიმის რაღაც ჭიეს, დაეხმარე, უჩიე რამეო. როდი დივანზე ჩამოჯდა, თავს უხერხულად გრძნობდა. ჯიმის გაეღიმა, მიუხვდა მამის გულის წუხის, ადგა და გვერდით მიუჯდა. ლიზი მაგარი ყავს, მამა, ვერაფერს გამოაყარე. მაინც რაო, რაში ჩვენ შვილსო, რა გითხრა. ჯიმის სიამოვნებდა კიდეც მშობლების ამგვარი ყურადღება. იქნებ მეც გამარკვიო, შვილო, რაშია საქმე. გამოცდილი კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. იქნებ ჩემი რჩევა გამოგადგეს კიდეც. სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს როდი. არა და ჯიმი და როდი მეგობრობდნენ კიდეც. როგორც მათი ახლობლები ამბობდნენ, შეშაშური მამაშვილობა ჰქონდათ. ჯიმის მამის ყურადღება არასოდეს მოჰკლებია. პატარაობიდანვე ქუჩაში ან კვარტალში კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას ჩევას პირველ რიგში როც ეკითხებოდა. მამის ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან შველოდა. როდმა მშვენივრად იცოდა ქუჩის ცხოვრების ავან-ჩავანი. ზოგჯერ ესეც იყო, რომელიმე საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ როდი ყოველთვის ისე მიუდგებოდა საქმეს, რომ ჯიმი მის მხარეს გადადიოდა. რამდენჯერ უთქვა ჯიმის, მამას ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიაო. იმის შემდეგ, რაც ჯიმიმ რუსეთი მოიარა, ისე აქტიურად აღარ მიმართავდა მამას დახმარებისთვის. არც როც უსწია შვილის საქმეში ჩარევა. მით უფრო რომ როც ჯიმი უკვე დასწრულ მამაკაცად მიაჩნდა და ჯეროდა კიდეც თალ ნაბიჯებს არ გადადგამსო. ჯიმი კარგად იცნობდა მამას, მის გამჭირახობაშიც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ რატომღაც უნდოდა თავის ახალ საქმეში თუნდაც მეთვალყურის როლი ჩაერთო. ახლა კი მამა თვითონ მოვიდა ვაჟის შვილთან. რას იზამ, ბოლოს და ბოლოს ძველი მეგობრები არიან, ხო და ჯიმიც საიმისოდ განეწყო. მამისთვის გული გადაეშალა. ხომ იცი მამა, საფონდო ბიჟაზე დავიწყე მუშაობა და აქტიურადაც. ვიცი შვილო, როცა იწყებდი ხო მითხარი, ძალიან მიხარია რომ წარმატებასაც აღწევ. გაუხარდა როც შვილის მორჯულება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არც ისე მარტივია საფონდო ბიჟაზე ადგილის დამკვიდრება. ურთულესი თამაშის წესებია, ბევრი რამ აქვს გასარკვევი, ისეთი ჩახლართული საკითხებია, გულახდილად გეტყვი, ბევრი ვერაფერი გაუგე. გამიჭიდა, შეცდომა არ მინდა დაუშვა. ჯიმიმ ლაპარაკი შეწყვიტა და ფიქს მიეცა. როდი ყურადღებით შესქეროდა შვილს, მაგრამ წუხდა, რომ არაფრით შეეძლო დახმარებოდა. მას ხომ არასოდეს ჰქონია ურთიერთობა არც საფონდო ბიჟასთან და არც რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან. ერთადერთი ბანკში თუ შეევიდა ხელფასის ასაღებად ან რომელიმე მარტივი ფინანსური ოპერაციისთვის. ეგ იყო და ეგ. როდესაც ჯიმიმ ბანკში დაიწყო მუშაობა, მაშინაც ვერ გაერკვა თუ რას აკეთებდა მისი შვილი. შეიძლება ეს იმიტომაც მოხდა, რომ ჯიმი მაშინ მამასთან არაფერს ამბობდა ბანკში მუშაობის შესახებ. არც რამე პრობლემა შექმნია და შესაბამისად არც მამის დახმარება დასჭირვებია. ჯიმი ეტყობა თანამშრომლებთან გიჭის საერთო ენის გამონახვა, უფრო თავის თავს უთხრა როდმა. რა მითხარი მამა, ფიქრიდან გამოერკვია ჯიმი. რა ვიცი, ასე მგონია თანამშრომლებთან გაქვს პრობლემები. არა, რა პრობლემები, ნორმალური თანამშრომლები მყავს. უბრალოდ აქ სულ სხვა პრობლემებია. მუშაობის მიმართულება და ტაქტიკაა ასარჩევი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევსდე და რაც მთავარია, გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, მოსალოდნელი შედეგიც უნდა განსაზღვრო. როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური თვალსაზრისით და ამ შედეგს შემფასებათა აზრით გაითვალისწინო. აი აქ უკვე ვეღარ საზღვრა, როგორ ვიმოქმედო, რომ შეცდომა არ დაუშვა. საფონდო ბიჟაზე წარმატების მიღწევა სულ მთლად ჩემზე როდია დამოკიდებული. სამაგიეროდ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მემეკისრება. ერთი სიტყვით ქაოსია, ჟარგონით რომ თქვა, ვიჭედები.
მდგომარეობიდან გამოსავალს კი ვერ ხედავ. გული გადაუშალა მამას ჯიმიმ. როდი კი უსმენდა ყურადღებით, მაგრამ აბსოლუტურად ვერაფერი გაიგო. თავიდან თითქოს რაღაცას ხვდებოდა, ბოლოს კი თავს და დაებნა. გაკვირვებული შეცქეროდა შვიდს, აშკარად ვერ აანალიზებდა მის ნათქვამებს. ვერც იმაში გარკვეულიყო, პრობლემას რაში ხედავდა ჯიმი. ჯიმი, მართლა ვერაფერი გავიგე. რაზე ლაპარაკობ, შვილო, მაგრამ მე მჯერა შენი და იმედი მაქვს, შენი ქმედება წესიერების ზღვას არ გადასცდება. ხომ იცი, ბრაზერები ამ მხრივ გამორჩეულები ვართ. ჯიმის გაეღიმა, რაც თავი ახსოვს, მშობლები გამუდმებით იმას ჩაშიჩინებდნენ, წესიერის დილობიანი დამჯერი და ბეჯით უნდა იყო. არა, მამა, ნუ ღელა, ბრაზერებს არაფერი აქვს სადარდებელი. ჯიმი არასოდეს შეგარცხვენ. შენ ხომ მჯერა ჩემი მამა. როც გულზე მოეშვა, თუმცა კი ბოლომდე ვერ დამშვიდა. დიდ ფულზეა მამა საუბარი, ძალიან დიდ ფულზე. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გასარკვევია, ბევრი რამ მოსაფიქრებელი და ახლებურად გადასაწყვეტი. ჯიმი ისე ფიქში ჩაეფრო, როდესაც აღარ უყურებდა, თითქოს მის გვერდით არც ყოფილიყო. ფულია გასაყოფი თუ ვერ იყოფთ, გაუკვირდა როდეს. გაყოფამდე ჯერ საკმაოდ შორი გზაა, მამა. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და უფრო ის მაღალი თუ ვისი თამაში უნდა ვითამაშო. ფიქრისგან ლამის თავი ამეხადოს. ჯიმი დივნიდან წამოდგა და ოთახში ბორთის ცემა მოყვა. არ იცნობ იმ ხალხს, ვისთანაც საქმე გაქვს, ჩუმად იკითხა როდმა. ჯიმი ბორთის ცემა შეწყვიტა და მამას მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. როგორ გითხრა, აქამდე ჩემი ბოსები ჩემ საქმიანობაში არ ერეოდნენ. სრულ თავისუფლებას მანიჭებდნენ. საფოტო ბირჟაზე საკუთარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოქმედებდი. შეიძლება ითქვას, დიდი მოგება არ მომიტანია, მაგრამ ყველა კმაყოფილი იყო. ხომ იცი, მამა, ბირჟაზე დიდი ფულის მოგება შეიძლება. ამისთვის დიდი სახსრებია საჭირო. შესაბამისად, ბოსებისგან მე დიდ ფულს ვითხოვდი, რაზეც უარს მეუბნებოდნენ. 3 დღის წინ გამომიძახეს, ვისაუბრეთ. მას აქეთ სულ ავირიე. ვერ გადამიწყვეტია, როგორ ვიმოქმედო, რა გავაკეთო. ჯიმი ახლა სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე ნერვიულად დაიწყო თითების თამაში. თანახმარი არის ან სასურველი თანხა გამოგიყო? იკითხა როდმა. ჯერ არა, მაგრამ ჩემი აზრით უარს არ მეტყვიან, უპასუხა ჯიმი. მე რაღა განერვიულებს და მე და დედა შენსაც რა გვაგიჟებს, შვილო. როგორ შენ გინდა საქმე ესე მიდის თურმე და ვერ ხვდები ამას? ხო, გარედან ასე ჩანს, აი მე რა იქნება, ეს არის თავარი. რმად ამოისურვა ჯიმი და მამას ის იახედა, თითქოს მისგან ძვირებური დახმარებას მოელისო. როდი იჯდა და შვილის ნათქვამს აანალიზებდა და ლიზიზე ფიქრობდა, რა უთხრა, როგორ დავამშვიდო. ჯიმი კომპიუტერს მიუახლოვდა, ეკრანს ყურადღებით დააკვირდა და შეცბა. დღისეულად შეეტყო, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა მონიტორზე. სწრაფად აკრიფა კლავიატურაზე რაღაც სიტყვები და მეილზე მიღებული შეტყობინების კითხვა დაიწყო. დრო და დრო სახე გაუნათდებოდა და როცა ბოლომდე წაიკითხა, გზავნილი ემოცია ვერ მოთოკა და ხმამაღლად დაიყვირდა. Yes. სულ მალე ყვირის ღრიალი მოყვა და როდი უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა. ვერ გაიგო რა დაემართა მის შვილს. უხაროდა თუ უბრალოდ გაგიჟდა. ხმაურზე ოთახის კარი ფართოდ გაიღო და დაფეთებული ლიზი შემოვარდა. შეშფოთებული თვალებით ხან სიხარულით აღტკინებულ ჯიმის უყურებდა, ხან გაკვირვებულ ქმარს და აღარ იცოდა ეცინა თუ ეტირა. რა ხდება, რა მოგდით, რა ხმაურია, ცოტას და გული წავიდოდა ლიზის. ყველაფერი კარგად არის, დედი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა და თავარია უჩა ჩამოდის და ყველაფერს ეშველება. ჯიმი დედას მიუახლოვდა და მკერდში ჩაეკრა. ვინ ჩამოდის, შვილო? დაინტერესდა ლიზი. ჯიმი ერთბაშად გონს მოვიდა, მიხვდა, რომ მშობლები ვერ გაუგებდნენ. ასე ძალიან რატომ გაუხადა უჩას გადაწყვეტილების გაგება. ამიტომ დედას მოკლად აუხსნა. ჩემი ბიზნეს პატრონი ჩამოდის, ძალიან ჭკვიანი ვინმეა და ამერიდან საფონდო ბირჟაზე მუშაობა აღარ გამიჭირდებაო. მე კი გული გამისკდა და ასეთი ყვილი მაინც რა იყო? ქოთქოთებდა ლიზი. შენი შვილი არ არის, რა გიკვის, საუბარში როდი ჩაერია. ლიზიმ სალყბად შეხედა ქმარს და პასუხით არ დაუგვიანა. სხვათა შორის, ჩემი შვილი ბრაზერია. ხომ არ გავისყდება, მისტერ როდი ბრაზე. ჯიმი და როდის გულიანად გაეცინა. გაქენით, მოილაპარაკეთ მამაშვილმა, მოლბა ლიზი. მოვილაპარაკეთ, დედა, შენ უღარ ღელა. თავარია შენ ყავდე კარგად. ლიზის შვილის ამ სიტყვებზე სახე გაებადრა. ჯიმი გულში ჩაეკრა და აკოცა.
მერე კი ორივეს მიმართა. წამოდით ახლა სამზარეულოში. ისეთი პიცა მოვამზადე, სოკოთი და ზეთისხილი ძალიან გესიამოვნებათ. ვაუ, რა მაგარია. მამა შვილმა ერთად გამოხატეს ახთოვანება და ლიზის უკან მიხლი. ტაძარში მარტის ქარიანი დღე იდგა. ანჩისხატის ტაძრის კარიბჭესთან მათხოვრები ბეღურებივით მობუზულიყვნენ. არ მახსოვს უჩას აქ ჩამოველოს და მოწყალება არ გაეღოს. თანაც თბილისში ყველაზე გულუხი მოწყალება. დღეს კი რა დაემართა, შეშლილივით შევარდა ტაძარში. წუხდა ერთი მოხუცი ქალი. რა იცი, კაცს რა უჭის, ყოველთვის ხომ ვერ მოგცემს ფულს. მაინც რავათ ადამიანები, რამდენი სიკეთე გახსოვთ მაგისგან. ერთხელ ვერ ჩაგიდო 10 ლარიანი ხელში და მაშინვე გიჟად გამოაცხადე. ყვახეთ დაუცაცხანა მეორე. ნელი, შენ უიცი ხოლმე ჭკუის დარეგება. უჩა მე შენზე ნაკლებად კი არ მიყვარს. უბრალოდ თქვი რა დაემართა მეთქი. შენ კი გამომიხედი აქ დედა ტერეზა, კაკაპასთან მოხუცი. აბა რა ხდება აქ? როგორ გათხოვ ჩხუბის დაწყებას აპირებთ? რა ვერ გაიყავით, დაწნადით, უფალი წყალობას არც ერთს არ მოგაკლებთ. ეკლესიის შესასვლელში ჩხუბი ვისგაო გონია. შავანა ფორაში ჩაცმული მამა გიორგი მიუახლოვდა მოჩხუბარ უპოვართ. მამა გიორგის დანახვისას ქალები მონუსხულივით გაქვალდნენ. არ ელოდნენ მის გამოჩენას. ტაძართან მაინც არ იდგეთ, რა გჭირთ. ისევ უსაყვედურა მამა გიორგიმ ქალებს და გაეცალა. მერე პირჯვარი გადაიწერა და ეკლესიაში შევიდა. ეკლესიაში მრევლი არ იყო. ერთადერთი მესვარმული იდგა საკურთხევლის შესასვლელთან და ლოცულობდა. სიჩუმეს მისი ხავერდოვანი ხმა არ ღვევდა. მამა გიორგიმ ტაძარი მოათვალიერა. იგი მამა გაბრიელს ეძებდა, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა და მოსვლას თხოვა. როგორც იქნა დალანდა ტაძრის ჩაბნელებულ კუთხეში მდგარი მამა გაბრიელი უცნობ მამაკაცთან ერთად, რომლის სახე კარგად ვერ გაარჩია. ეს უცნობი მამაკაცი უჩა იყო. მოძღვარი და მისი სულიერი შვილი მშვიდად საუბრობდნენ, თუმცა მამა გაბრიელს აშკარად უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. აბა, რა გითხრა უჩა შვილო? გული მტკივა, როდესაც ვიგებ, თუ როგორ ტოვებს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საქართველოს. გასაგებია, რომ ვერ გეგვიებიან უმშევრობას, უფულობას. მე ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ სამშობლოს მიტოვება, თანაც ბევრი ხომ სულად სამუდამოდ მიემგზავრება აქედან. ღვთისმშობლის კურთხეული მიწიდან, რომელსაც მისი კალთა იფარავს. ვერაფრით მოვიწონებ, შვილო, ამგვარ გადაწყვეტილებას. მამა გაბრიელი ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენიებსო. დამლოცე მამაო, მამა გიორგი მიუახლოვდა მამა გაბრიელს და მკლავზე ემთხვია. მერტმა დაგლოცო შვილო, რა კარგია რომ მოხვედი. უჩა მოგზალებით მიესალმა ახალგაზრდა მოძღვარს. შეგაწუხე მამა გიორგი, მაგრამ რომ არ მომეხმო შენთვის არ შემეძლო. მინდა შენც მოусმინო ჩვენ საუბარს. იქნებ დამეხმარო უკვე ხანში შესულს. ვაი თუ ისე ვერ უგებ ახალგაზრდობას, როგორც ეს საჭიროა. სათნოდ გაიღიმა მამა გაბრიელმა. რას ამბობთ მამა გაბრიელ? რა შეწუხებაა? როცა გენებოთ, მაშინ მიგურეთ თქვენ სამსახურში. მორჩილა დაუკრა თავი მამა გაბრიელს ახალგაზრდა მოძღვარმა. შეხედე ამ ყვამწყის, უნდა დავეხმაროთ. არ მინდა კიდევ ერთი სულიერი შვილი დავკარგო. არ მინდა წავიდეს და დაიღუპოს. ამ სიტყვებით უჩა შეავლო მზერა მამა გაბრიელმა და პირჯვარი გადასახა. მამა გიორგიმ ჯერ უჩა შეავლო თვალი, მერე ტაძრის წინამძღვარს. მართალია მამა გაბრიელი იყო უჩას სულიერი მოძღვარი, მაგრამ მამა გიორგიც ახლოს იცნობდა უჩას. მისი ცხოვრების ლამის ყველა ნიუანსი იცოდა. არაერთხელ დასწრებია ტაძრის წინამძღვრისა და უჩას საუბარს. ხშირად უმსჯელიათ ერთად. ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს გამგზავრებას. აქ არ დამედგომებაო. ნაწყენი ტონით განაგზო საუბარი წინამძღვარმა. მომიტევეთ მამა გაბრიელ, ვერ გავიგე რაო, რისთვის უნდა გავემგზავროო? იკითხა მამა გიორგიმ. ხო და მეც რო ვერ გავიგე ხეირიანად, იმიტომ მოგეხმი აქ. როგორ შეიძლება ვიღაცის გულისთვის მიატოვო ეს კურთხეული მიწა და ოკეანის გაღმა გადაიხვეწო? უპასუხა მამა გაბრიელმა და ახლა უჩას მიუბრუნდა. ნუ თუ ისე დაძაბუნდი, რომ ვიღაც ცოდვიანის ნებაზე უნდა იარო. გაძლიერდი, თავი ხელში აიყვანე და არ დანებდე. რას გავს ეს? ნუ თუ ბრძოლის უნარი არ აქვს. ეშმაკი გებძვის, შვილო, დღინავს, უნდა რომ შეგაცინოს. შენ კი ხელები უღონოდ ჩამოგიშვია და ნებდები. არა, ეს ნამდვილად არ მომწონს. ვერაფრით დაგეთანხმები.
ღერვარებას შეეპყრო მამა გაბრიელი და ეს კიდევ უფრო თქონავდა უჩას. გიორგიმ იძნო, თუ რა გამოუვან მდგომარეობაში ჩავადნილიყო უჩა. დაელოდა სანამ მამა გაბრიელი დამშვიდებოდა და ბოლოს წყნარად იკითხა. მოკლედ ამიხსენი უჩა, რა მოხდა, იჩხუბე? მამა გიორგის შვიდმა ტონმა უჩას დაძაბულობა მოუხსნა და ისიც სალაპარაკოდ უფრო სწორად გულის გადასაშლელად განეწყო. მამა გიორგი, თბილისის მთელი შავი სამყაროა ჩემით დაინტერესებული. რუსეთში დიდი თანხა გაქრა. ლამის იქაური ნახევარი კრიმინალური სამყარო ეძებს შემსრულებელს. ეჭვი ჩემს ზიავთ. ალბათ მიხვდებით, მამა გიორგი, აქ რომ დავჩე, რა მომელის. მამა გიორგი ჩაფიქდა და ბოლოს იკითხა და გადაწყვიტე საქართველოს დატოვო. დიახ, მამაო, დაუდასტურა უჩა. კი, მაგრამ რუსეთში დიდი ფული გაქრა და მოიცა, შენ რა შუაში ხარ, გაიბნა მამა გიორგი. ეჭვიც არის, რა ადგილზე არ ჩდება, მამა გაბრიელმა გამჭვირი ბზერით შეხედა უჩას. უჩამ თავი დახარა, სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბავდა, რომ რამე ეთქვა. დიდი თანხაა, უჩა, იკითხა მამა გიორგი. დიახ, საკმაოდ დიდი თანხაა, უპასუხა უჩა. მამა გიორგიმ ხანში შესულ წინამძღვარს მიაპყრო მზერა. არ უნდა მასზე ადრე გამოეთქვა თავისი მოსაზრება, მაგრამ მამა გაბრიელიც თავს იკავებდა დასკვნის გამოტანისგან. მას სწორედ მამა გიორგის შეფასება აინტერესებდა. ამ შემთხვევაში კაცმა უნდა მოინანიოს და დაუბრუნოს პატრონს თავისი, შემდეგ კი იზრუნოს სულის გადაჩენაზე. ასე გვასწავლით დედა ეკლესია, ხმადაბლა და სიტყვით ლაპარაკობდა მამა გიორგი. მონანიებაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს თანხა არ გახლავთ დასაბრუნებელი. მე იგი არ მომიპარავს. დიახ, ეს თანხა მე წყალებით გამოვიმუშავე. 1000 გვარი კომბინაცია ჩავატარე და ისე მოვიპოვებ, როგორც იქნა. გაბედა უჩამ და თავის მართლება შეეცადა. მაგრამ უჩა შვილო, იქ ხომ ხალხი დაზარალდა, იმ ხალხს რაღაც უშვები. საუბარში ისევ მამა გაბრიელი ჩაერთო. ამბობ 1000 გვარი კომბინაცია ჩავატარო. მაგრამ თუ ამ კომბინაციებს კეთილი შედეგი არ მოჰყოლია, მაშინ რაღა ფასი აქვს შენ ქმედებას, ხალხი ხომ არ უნდა შეეწიროს, ამაზე ხომ უნდა დაფიქრდე. მამა გაბრიელ, მე თამაშის წესები არ დამირღვევია, უბრალოდ ხებზე ხარტად და ვაზროვნებდი და დავასწარე. მე თუ არა ამ ფულს სხვა წაიღებდა. მოკლედ ეს არის მთელი ჩემი დანაშაული. ჩანდო უჩა აბსოლუტურად კანონიერად მიიჩნევდა თავის ქმედებას. ამიხსენი რას ნიშნავს სიტყვა გაქრობა? ჩემი აზრით გაქრობა იგივე მოპარვაა. შენ კი მიმტკიცე, ცოდვა არ ჩამიდენიაო, მეუბნები, ეს მხოლოდ კომბინაციაა და მიმტკიცებ, ერთგვარი თამაშის წესია, რომელიც არ დამირღვევიაო. ვერაფრით მოვიწონებ იმას, რომ გაქრობას თამაშის წესი ეძახიან. მეტიც, ჩემი სულიერი შვილი ამას ბიზნესის მორი კაპრიზად მიიჩნევს. იქნებ შენ ამიხსნა მამა გიორგი, რა ხდება, რაშია საქმე, იქნებ მე ვწდები, მაშინ შენ გვითხრე სიმართლე. გავთავდი კაცი, ვერაფრით გავარჩიე ტყუილ მართალი. მამა გაბრიელი გიორგისგან ელოდა პასუხს. მაპატიეთ, მაგრამ ამ ჩემთვის უჩვეულო ამბავში ვერაფრით გავერკვია. ამიხსენი ერთი უჩა, სად ინახებოდა ეს თანხა, რომელზეც ამხელა დავა მიდის თურმე, ან როგორ ამბობთ გაქრა, მაგრამ საიდან გაქრა, შეწუხებულმა იკითხა მამა გიორგი. უჩამ ღმათ ამოისუნთქა და სცადა როგორმე განემარტა ეს დახლართული სიტუაცია. მამა გაბრიელ, მამა გიორგი, ფული, რომელზედაც საუბრობთ, ასადაც არ იდო და ასადაც არ ინახებოდა. უჩამ მამა გაბრიელს შეხედა, რომელიც მართალია მას კი უსმენდა, მაგრამ სადღაც შორს იყო მისი მზერა. მამა გიორგი კი თვალს არ აშორებდა უჩას. კარგად გახსოვთ, რომ თქვენს არჩევას მოусმნია და 2 წლის წინ შევეში იმ საქმიანობას, რასაც საქართველოში ვეწეოდი. როდესაც რუსეთში ამოყავი თავი, მოსკოვის საფონდო ბიჟაზე დავიწყე მუშაობა. მუშაობა თუ მოქმედება, შეაწყვეტინა მამა გაბრიელმა. ამას რა მნიშვნელობა აქვს, მამა? წამოწის და უჩა. მოდა მაგაშია ჩემო უჩა საქმე, როდესაც ადამიანი მუშაობს, იგი თავისი შრომის საფასურს იღებს. მოქმედებაში კი ბევრი რამ შეიძლება იგულისხმო, სამწუხაროდ უფრო უარყოფითზე ფიქრობ, ვიდრე დადებითზე. მამა გაბრიელი ისევ დაიძაბა. უჩამ შეპასუხება დააპირა, მაგრამ მამა გაბრიელმა გააწყვეტინა და განაგზო. საქმე იმაშია, შვილო, რომ ჩვენ იმაზე ბევრად უკეთ გიცნობთ, ვიდრე შენ გონია. იმ შენს მოქმედებას, რასაც მუშაობას ეძახი, არც ისე სასურველი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. შენ კი დარწმუნებული ვარ, ამაზე არც იფიქრებდი,
და არც იდარდებდი. გამოდის მე უსურგულო ადამიანი ვარ, გაბრძოლებას სადა უჩამ. მაგას ვერ ვიტყვი შვილო, მაგრამ სატანის გზას რომ შედგომიხარ, ეს კი ცხადზე ცხადია. მამა გაბრიელე გაქვავებული სახით ვიყურებოდა, უჩა გაშრა, ასეთ განაჩენს არ მოველოდა. მამა გაბრიელი კი აგზელებდა. შენ ამბობ, რომ თამაშის წესები არ დაგირღვევია. ზოგადად მეც ვიცი, რა ხდება საფონდო ბიჟაზე. ყიდვა გაყიდვის პროცესები 1000 ნიუანსს შეიცავს. ისიც ვიცი, წარმატება გონების სისხარტესა და შესაბამის ინფორმაციად და აღქმის ხარისხზეა დამოკიდებული. შეიძლება მე გარკვეული არა ვარ საბანკო ოპერაციების დეტალებში, მაგრამ როდესაც ამოტვირთვიდება სიტყვა გაქრობა, ეს უკვე სულ სხვა რამ არის. უბრალო ენით რომ თქვა, ქურდობაა და შენ თუ გონია გამონათქვამი ქურდი ცხონდაო, გამართლებულია, ძალიან ცდები. ცხოვრება წარმოუდგენელია ფიქრის გარეშე. მერტმა იმიტომ მოგვცა აზროვნების უნარი, რომ ყოველივე გავაანალიზოთ. თავისუფალი ნება კი იმისთვის, რათა ავირჩიოთ ჭესმარიტი გზა და ამისთვის 10 მცნებაც მოგვაწოდა. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები უგუნურნი ვართ, ფიქრი გვეზარება, იმპულსებს აყოლილი მოქმედებთ და რასაც ვიმკით, ისევ სხვას ვაბრალებთ. სხვისკენ ვიშვეთ თავს, სხვას გვინდა დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა. ჩვენ კი როგორმე თავი გავიმართლო. ადამიანები უსუსურები ვართ, თუმცა კი გვიადვილდება თავდამტკბარი პრობლემები. სხვას გადავაბრალოთ, ოღონდ მიზეზები საკუთარ თავში არ ვეძიოთ. ტაძარში უჩვეულო სიჩუმემ დაესადგურა. უჩა თავდახრილი დასჯერებოდა იატაკს. მამა გიორგიც გაყუჩებულიყო. კარგად დაფიქრდი უჩა შვილო, ისევ მამა გაბრიელმა დაარღვია სიჩუმე. უჩამ გამბედაობა მოიკრიფა, თუმცა კი ძლივძლიობით ამოღერღა. მამა გაბრიელ, ჩემი ქმედება უნდა დამტკიცდეს, რასაც ვერანაირი გზით ვერ მიაღწევენ. მამა გაბრიელმა მამა გიორგის ისე გადახედა, თითქოს მისგან თანაგრძნობას და მხარდაჭერას მოელოდა და უჩას მიმართა. შვილო ჩემო, ეტყობა ყურადღებით არ მისმენდი. მე შენი სული მადარდებს და არა მოსკოვის საფონდო ბიჟაზე მიმდინარე პროცესები, რომელმაც თავზე აურია 1000 ქურდს და მამაძას. შეიძლება დაგიმტკიცონ, შეიძლება არ დაგიმტკიცონ, მაგრამ უფართან როგორც არდგები, ამაზე უნდა იფიქრო, შვილო, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ამ სიტყვებით მამა გაბრიელმა უჩასკენ ხელი გაიშვირა. უჩაც მორჩილად ჩაეკრა მკერდში თავის სულიერ მოძღვარს. აბა შვილო, ჭკუით იყავი, იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. ამ დღეებში გამოიარე. მამა გაბრიელმა მამა გიორგის ანიშნა, წავიდე და ნელი ნაბიჯით გავიდა ტაძრიდან. უჩა ერთხელ ტაძარში დარჩა. ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების წინ სანთლები აანთო. მერე კი დაფიქრებული გამოვიდა ეზოში. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მის დანახვაზე გამოცოცხლებულ მათხოვრებს და ისე ჩაუარა გვერდი, თითქოს ვერ დაინახაო. უფალო, შენ დაიფარე ჩვენი უჩა. ეტყობა რაღაც ჭირს მის თავს, თორემ როდის ყოფილა შესაწირი არ გაემეტებინოს ჩვენთვის. წამოიძახა ერთ-ერთმა მათხოვარმა ქალმა და პირჯვარი გადაეწერა. უპოვარი ქალის ხმა უჩას ყურს მისვდა და ისიც თითქოს გამოფხიზდაო, უკან შემობრუნდა. ჯიბე მოისინჯა, მათხოვრებს ისე გადახედა, თითქოს დითვლისო. ასლარენი ამოიღო და ერთ-ერთ კათაში ჩაუდო. გონი ხუთნი ხარ, დაახურდავე და თანაბრად გაიყავით. ამ სიტყვებით ისე სწრაფად მოშოდა იქაურობას, რომ ტაძრის წინ დგომ უპოვართა ლოცვა არ გაუგონია. მშვიდობით თბილისო, აეროპორტის ავტოსადგომზე უჩას დაბრუნებიან ავტომობილში არ ჩანდა ვინმე თუ იჯდა. მოშორებით ორი სედანის მარკის ავტომანქანა იდგა და მასში სხდომნი გარშემო ყველაფერს ვერავდნენ, მანქანებსა და ფეხით მოსიარულეებსაც. უჩას მანქანაში მის გვერდით დეი და ზოია იჯდა. გია კი უკან სავარძეზე მოკალათებულიყო. ზოია ცვესახოცით ცრემს იწმენდა და სუკუნით ლაპარაკობდა. უჩა შვილო, იქნებ გადაიფიქრო, რა გინდა იმ გადასაკარგავში. მარტო შენ თავზე ხომ არ უნდა იფიქრო, მე რა მეშველება უშენო. ნუ ნერვიულობ ზოია დეიდა, ჩემგან ყურადღება არ მოგაყდება. თანაც გია ხომ აქ რჩება. რაღაც თანხა შენს ანგარიშზე შევიტანე ბანკში. ახლა ეს კარტა, შეგიძლია ყოველთვიურად აიღო პროცენტი, შეგიძლია შენი სულის მიხედვით. პერსონალური პენსია დაგინიშნე, ხო? კარგი, ახლა დეიდა ზოია, რა გატირეს. მეც მალე ჩამოვალ იქ, კი არ დავსახდები. უჩა მართალია, შვიდად, მაგრამ აშკარად დაძაბული საუბრობდა. არ ჩამოვხარ შენ, ან თუ ჩამოვხარ, მე ალბათ ცოცხალს ვერ ჩამომასწრებ. სუკუნით
და ქვითიზე გადავიდა ზოია. რად მინდა ეს კარტა, თუ რაღაცა ჯანდაბა, შენ თუ არ იქნები აქ. კარგი, ნუ დაიწყე ახლა ისევ შეჯნებურად. მეც ადამიანი ვარ, მეც მიძნედება თქვენი დატოვება, შემიბრალე. ლამის უჩასაც ეტირა, მაგრამ ახლა მთელი მისი ყურადღება იმ მოთვალთვალე მანქანებისკენ იყო მიპყრობილი. რა უნდა ამ საზიზღებს, რატო არ გასვენებენ? გადმოვარ ახლა და მინებს სულ მუშტებით ჩამომსხვრევ. ეს უნამუსოები ესენი. ისე გამწარებული ჩანდა ზოია, უჩას რომ გაეშვა, მანქანიდან გადმოხტებოდა და დანაკაც უეჭვერად შეასრულეთ. დამშვიდი ზოია დედა, დამშვიდი, არ გვინდა ახლა ზედმეტი რაღაცები. უკეთესია, რამე ჭკვიანური მოვიფიქროთ, რომ ამათ როგორმე ხელიდან გაუსხდე. გია, მოდი, გადადი შენ, ბილეთი წაიღე სარეგისტრაციოდ. მე ჩანთის გარეშე შევალ აეროპორტში. არ მინდა ეჭვი აიღონ, რომ მიუმგზავრები. ამათ აშკარად ეთყობათ, რომ კუჩი გვიდგანა. მიუბრუნდა მეგობარს უჩა. კარგი აზრია უჩა, თანაც ადმინისტრაციაში ნაცნობი გოგონა მყავს. იმას თხოვ დაარეგისტრიროს. გაიხსენა უჩა. მართალი ხარ, კარგად მოიფიქრე, ნაკლებ დაეჭვდებია, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი, ვეჭო აგეკიდებია. უჩას ეჭვი გამართდა, როგორც კი გია გადმოვიდა და აეროპორტის შესასვლელისკენ დაიძრა, ერთ-ერთი მოთვალთვალე მანქანიდან ორი ჩაფსკვნი ბიჭი გადმოხდა და გიას აედევნა. არა, ესენი არ ხუმრობენ, უკვე რადიკალურად მოქმედებენ. ჩაილაპარაკა უჩამ, რომელიც გამტკნარებული სახით გაჰყურებდა მიმავლეს. უჩას განწყობა ზოიასაც გადაედო. გავიდა 15 წუთი, გია კი არ ჩანდა. უჩა უკვე აღარ ერიდებოდა ზოიას, რამდენჯერმე წამოიძახა, სადაიკარგა ამდენი ხანსო. დრო თითქოს უშაშურად გაეწელა და როცა უჩა მანქანიდან გადასვა დააპირა, გიაც გამოჩნდა. უჩამ და ზოიამ შვებით ამოისუნთქეს. ცოტას და გული გამისკდებოდა, უკვე მოვდიოდი. მანქანაში ჩაზომისთანავე მიმართა მეგობარს უჩამ. ნუ გეშინია ყველაფერს ეშველება. იჩემი ნაცნობი გოგო ბილეთს რეგისტრაციაში გაატარებს და ჯიხუში დაბრუნდება. მერე მე ავიღებ და შენ რომ გადმოგცემ, პიტაპით თვითნავისკენ გაემართე. არა მგონია ამ პერიოდში რამე მოასწრო. გიაც უჩაზე არანაკლებ ნერვიულობდა. რის მოსწრებას გულისხმობ, ფიქრობ აშკარად ჩემი ხელში ჩაგდება უნდათ, იკითხა უჩამ. რა თქმა უნდა, როგორც კი დარწმუნდებია, რომ მიემგზავრები შეტევაზე გადმოვლე. ვის რომ მე მაგათ ცდილს, ყოველმხრივ შეესწებიან გამგზავრებაში ხელი შეგიშალე. ერთადერთი საკონტროლო გამშვებუნს უნდა გაცდე და შიგნით ვერ შემოვლენ, არცმაური სჭირდება. გია ვარიანტებს განიხილავდა. ვაი შვილო, რა დღეში ხარ, აქვითინდა ზოია. უჩამ ერთი კი გადახედა, მაგრამ მისთვის ახლა ნამდვილად არ ცხელოდა. გია ედარდებოდა. იცი რა გია, მოდი აღარ წავა ამერიკაში. წარმოიდგინე ჩემ გამგზავრებას რა მოხდება. ეგენი ხომ ცოცხლად ამოგაცლიან სულს. არ მოგასვენებენ. მოდი ამჯერად დავჩები, მერე კი სულ მცირე ხანში ერთად წავედით. სულად თურქეთიდან გავემგზავროთ. უჩას ეტყობოდა ძალიან განიცდიდა ყოველივეს. გია არც დაფიქრებულა ისე უპასუხა. არა უჩა. მაგას შენი ხელში ჩაგდება უნდა და არა ჩემი. ჩემგან რა უნდათ, გაიგო. ისედაც ჩვენი რა იციან, რომ მე უბრალოდ შენ გვერდით ვიყავი და ყველაფერი შენ ხელმძღვანელობით ხდებოდა. თან ისიც ვიცი, რომ შენს აყვანასა და ამ დღეებში აპირებდნენ. ყოველი წუთი გადამწყვეტია. თუ დაგიჭირეს, მერე შეიძლება მოკლან კიდეც. უნდა წახვიდე უჩა, შენთვის და ჩვენთვისაც ასე ჯობია. ჩემზე კიდევ ნუ დარდო. ერთი-ორჯერ წამით აქებენ და ეგ არის. სხვა რა უნდა დამართო. რაც არ ვიცი, რაც მათქმევინებენ. გამორიცხულია გია, მარტო ვერ მიგატოვებ, აფორიაქდა უჩა. დამიჯერე ძმაო, აი აქედან როგორც კი დავიძრებით, გზაშივე დაგიჭერენ. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ გამგზავრებას აპირებ. ამიტომ აღარაფერს დაელოდებია. შენ დღეს რომ უნდა გაემგზავრო, სანამ უბრალოდ დაეჭვებულნი არიან. მეორედ ასეთი შანსი აღარ გექნება, გამორიცხულია. თავარი ახლა გაძვრე როგორმე. დამიჯერე, მე ეგენი პრობლემას ვერ შემიქმნია. ახლა მაინც მომისმინე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ უჩა, არ მინდა რომ დაიჩაგრო. გავა დრო და ყველაფერი შეიცვლება. უბრალოდ ამჟამად ისინი გჯობნიან. ახლა კი შენ აუცილებლად უნდა წახვიდე. ნეტავ ადრე მომეფიქრებინა და შენთვისაც მომეზადებინა საბუთები. არ მინდა მარტო დაგტოვო. აღარ ვიცი რა ვქნა. ნეტავ შეიძლებოდეს ახლა წამოხვიდე ჩემთან ერთად, წუხდა უჩა. არა უჩა, ეგ მაინც არ გამოვიდოდა. ხომ იცი დღე-დღეზე ბავშვ ველოდები. გამორიცხულია, ვერ წამოვიდოდი, უპასუხა გია. ზოია ისევ აზლუქუნი. აბა წავედით. მეთი მოწყალია, არ გონია განსასწრებში მივატოვოს. ნახვამდის ზოია დეიდა. მანქანიდან არ გადმოხვიდე, ასე აჯობებს.
მალე გნახავ, ტელეფონზე კი ხშირად დაგირეკა. ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, თიკო ხომ გახსოვს? გამომცდილად იკითხა უჩა. როგორ არ მახსოვს? მე მიწა დაცაყე. ნეტავ ხელი შემეწყო და ეგ მაინც მოგეყვანა ცოლად. ახლა იქნებ შვილიც ყოლო და ავიშვის და ზოია. ხო და ერთი კარტა მასაც გამომზადე. შენ უნდა მისცე, კი იცი სადაც ცხოვრობს. უთხარი უარი გაბედოს. ისიც უთხარი უჩა მალე დაბრუნდება თქო. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ცრემლმა შეუშალა ხელი. ხო შვილო, ვეტყვი რომ გიყვარს, შენ მოგვიტყვი ზოია. ვეტყვი რომ აქ უკვე ზოიამაც ვეღარ გააგზელა ლაპარაკი. უჩას მოეხვია და აქვითინდა. უჩა მანქანიდან გადმოვიდა, კარი მიხურა და ისეთი უზრუნველი ნაბიჯით გაემართა აეროპორტის შენობისკენ, თითქოს თვითონ კი არ მიეგზავრებოდა, არამედ ვიღაცის დასახვედრად მიდიოდა და თანაც სულაც არ ეჩქარებოდა. გია ძნელი ნაბიჯით გაჰყვა. ორივე იმ ტაბლოს მიუახლოვდა, სადაც თბილისში ჩამოსაფრენი თვითნაირად განრიგი იყო გამოფენილი. გია, ბილეთი ტუალეტში მომიტანე, შენ რომ შეხვარ, მეც შემოყვები. ჩაულაპარაკა უჩამ გიას. გია იმ ჯიხურისკენ გაემართა, სადაც დარეგისტრირებული ბილეთი ეგულებოდა. უჩამ კი მომლოდინეთა დარბაზში დაიწყო ბორთის ცემა. ისე ექცეოდა, როგორც დანარჩენები. დასეირნოდა დარბაზში და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ახლობელს ელოდებოდა. ბორთის ცემაში კი დრო უნდა გაეყვანა მანამ, სანამ თვითმფრენი არ ჩამოფრინდებოდა. როგორც კი დალანდა, რომ გია ტუალეტისკენ წავიდა, უჩაც უკან მიხვა. აი ბილეთი და პირდაპირ ესკალატორიდან მეორე გასასვლელში შედი. აბა შენ იცი, მაგრად იყავი. არ გადაგეხვევი, შეიძლება აქაც შემოყვნი. უჩას გამოსწრა და ერთ-ერთი მეთვალყურის შესვლა ტუალეტში ერთდროულად მოხდა. უჩამ ვითომც არაფერია, ნელი ნაბიჯით განაგრძო სიარული. მას კიდე მეორე მეთვალყური ეგულებოდა დარბაზში, მართლაც ის მეორე უჩას გაჰყვა. უჩა ამასობაში ესკალატორის მიუახლოვდა, რომელსაც მგზავრები ჟემოთ აჰყავდა. საკონტროლო გამშვები პუნქტისკენ. უჩამ მეთვალყურის გამოხედა, რომელიც საკმაოდ შორს იდგა მისგან. ამით ისარგებლა და სწრაფად დავიდა ესკალატორზე. კისრიტეხით აირბინა საფეხურები და მეორე გასასვლელთან მივარდა. მესაზღვრემ საბუთები შეამოწმა და ნება დართო თვითმფრინავისკენ დაზრულიყო. უჩამ უკან გამოიხედა. იმ მეთვალყურეს მობილური ყუთთან მიეტანა და შეშლილი სახით ელაპარაკებოდა ვიღაცას. თან გამწარებული იშველიებდა ხელს, ეტყობა თავს იმართლებდა, მოულოდნელად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. უჩამ დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა და კიდეც, რა თქმა უნდა, ირონიულად და ხელს დაუქნია. ამაზე თრად გადაერია ის დაკუნთული, ნავაჯიშევი მამაკაცი, სიმწრისგან დაიღრიჯა, მუშტები მოკუმა და სასოწარკვეთილი მუხლებში ჩაიკეცა. აშკარად იყო, კარგი დღე არ მოელოდა ბოსებისგან. უჩა დაწყნადა, როგორც იქნა მოიშორა მდევრები და სამშვიდობოს გავიდა. გული წყდებოდა, რომ ასე მოუხდა საყვარელ ქალაქის დატოვება. ვერასოდეს არ მოიდგენდა, თუ ოდესმე გასაქცევად ექნებოდა საქმე. იგი ტოვებდა საყვარელ თბილისში, რომლის გარეშე სიცოცხლე ვერაფრით წარმოედგინა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. სიკვდილს ისევ გაცდა ამჯობინა. უჩას ჯეროდა, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდა. თუმცა კი როცა ილუმინატორიდან გადახედა თავის საყვარელ ქალაქს, რატომღაც ხმამაღლა წამოიძახა. თბილისო, მწარედ გაეღიმა. თიკოსთან გამომშვიდობებისასაც ასე იყო, უნდოდა ეთქვა ნახვამდის, მაგრამ თქვა მშვიდობით.